მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე კარგს, წარმატებულ წელიწადს, როგორც თქვენთვის, ისევე ჩვენი სამშობლოსთვის. მე მოხარული ვიქნები თუ დამდეგ წელს ჩვენი სამშობლო გაერთიანდება. მე შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე ვარ, ჩვენი სტუმარი არმიის თადარიგის კაპიტანი უჩა გუგუჩია, 2008 წლის ომის მონაწილე. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო თქვენს ტელევიზიას, რომელიც თავის პირველ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებრივ საწყისებზე და აქვს ამბიცია მიაწოდოს საზოგადოებას სიმართლე და არაფერი სიმართლის მეტი. ზუსტად ამ ფორმატში აღმოჩნდით ჩვენ დღეს ამ სტუდიაში, რათა საზოგადოებას უთხრათ ის სიმართლე, რომელსაც დღეს არც ერთი ტელევიზია საინფორმაციო ომის პირობებში არ აშუქებს. არ შეიძლება ერმა იცხოვროს გამუდმებული ნაყროვანებით, არ შეიძლება ერი გადაყვეს მუცელს. სიმაზღრის სინდრომმა არ უნდა ჩაითრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც ვალდებულია იდგეს ჩვენი საზოგადოების სადარაჯოზე. გამარჯობათ ბატონო უჩა. გაგიმარჯვეთ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, ახალი წელი ყველა ღირსეულ მამულიშვილს. ასევე ამ ტელევიზიას მინდა ქართული აზრის დამფუძნებისთვის დიდი მადლობა მოუხადო და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მე მინდა მყურებელს უთხრა, რომ ის ავანტიურა, რომელიც 2008 წლის ომის დროს ქართველმა ერმა ომის სახით მიიღო, თავის შედეგებს მიუხედავად მრავალი წლის შემდეგ ისევ ნათლად აჩენს. ქვეყანაში არ დამდგარა 2008 წლის ომის გამოძიების შედეგი, მეცაც ვიტყვი, არავინ არ არის ამ ფაქტით დაინტერესებული, რაც რა თქმა უნდა არის ცინიზმი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის და ფრაგმენტულად ჟღერდება საზოგადოებაში ის მასიური ღალატი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გმირობად გასაღდა. დღევანდელი ჩემი სტუმარი სულ რამოდენიმე დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, რომლის საქმეც საფრანგეთში ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის. ამას თავად მოგიყვებათ, მაგრამ უმთავრესი მოტივი მისი სამშობლოში დაბრუნებისა არის ის, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროში ჩაბუდებულ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს შეახსენოს თავისი თავი. თუ მოსავალი არ იქნა საჯიშეს სიმინდით დათესილი, ის არც პირველ წელს და არც მეორე წელს სათანადო შედეგს არ მოიტანს. ამიტომ თუ ჩვენ წლის დასაწყისშივე არ ვიზრუნეთ იმ შედეგისთვის, რაც წლის ბოლოს უნდა მივიღოთ, თუ შემდეგ ამას არ მოყვა სათანადო რეაგირებები, თუ სამოქალაქო სექტორი სათანადოდ არ ჩადგა საქმის ყურში, ნუ დაგწყდება გული, თუ რატო არის საზოგადოება შემდეგ ინდიფერენტული. ბატონო უჩა, ძალიან გვაინტერესებს იმ საომარი მოვლენების ნაწილი, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით და მე დავიწყებ იქედან, თქვენ სად მსახურობდით, თუ შეიძლება საზოგადოებას უთხრათ, რა მოხდა საომარი სიტუაციის იმ ეპიზოდში, როცა სენაკის ბაზა გავიდა და ერგნეთში შევიდა, აქედან რო დავიწყოთ ყველაფერი. დავიწყოთ, ეთილი. მე ვილაპარაკებ ფაქტებით და არგუმენტებით და დანარჩენმა საზოგადოებამ განსაჯოს. დიდი ხანია ამის თქმა მინდა ფართოდ. მე ერთხელ ვილაპარაკებ, მქონდა მოწვევა მეცხრე არხის ეთერში, ხო და მან ჩაიწერეს ეს მასალა, თუმცა ერთი სამწუთიანი მონაკვეთი გაუშვეს მარტო დანარჩენი მაგ დისკის დასავალი არ ვიცი. მე ახლა მოგიყვებით თუ როგორ ვითარდებოდა იმ დღეებში აგვისტოს დროს ეს მოვლენები. საღამო იყო ასე 6 საათი 7 აგვისტო. გამოცხადდა ანგაში გაზარმული ვითარება. ავიღეთ ყველამ როგორც ყოველთვის შეერაღებაში ავიღეთ იარაღები, შევიარაღდით, ველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას და მითითებებს. მე არ მქონდა ხა იმის ფუფუნება ზედმეტ თათბირთებზე დავსწრებოდი
არ ვიყავი შესაბამის თანამდებობაზე და ამის ინფორმაცია მეთაურისგან არ მიმიღია რა ხდებოდა. უბრალოდ კაზარმული რო გამოცხადდა ვიმოქმედე წესდების მიხედვით. დილას ასმიმ საღამოს რა უკვე 6 საათი იქნებოდა ასე. გადავედით უკვე ვითხრეს უნდა გავსულიყავით გორის მიმართულებით და დანარჩენს იქ მივიღებდით ბრძანებას. მოგვაწყეს პლაძზე, მაგრამ აქ ისე აღსანიშნავი რომ მოგვაწყეს მარტო ცალკეული ასეულები, საშტაბო ასეულები. და ამ საშტაბო ასეულებს მეთაურად დაუნიშნეს დღევანდელი წანისის მეთაური ელგუჯა ბებინიძე. მაშინ იყო მაიორი. მაშინ დაზვერვის კურსებიც ახალი დამთავრებული იყო ბრიგადაში. მოწვეული იყვნენ ინსტრუქტორები ისრაელიდან. დაზვერვის კურსი ჰქონდა გავლილი. მასე იქნებოდა საღამოს 8 საათი. გავედით ბრიგადიდან საშტაბო ასეულები გორის მიმართულებით. იმ საღამოს დაბანაკდით გორში, ატმების ბაღები იყო მან და მეორე დილა რო გათენდა ასე 6 საათისთვის ჩატარდა თათბირი. მე მან დავინახე აკადემიის ოფიცრები, მაშინ აკადემიას ხელმძღვანელობდა ტარიელ ლონდარიძე, დღევანდელი პარლამენტის წევრი. და მისი სიქვისლიც უკაცრავად საუბარ შეგაწყვეტიებ დღევანდელი გვარდიის სარდალია. ხო, ეს ვიცი, მაგ პიროვნებას ვიცნობ. რომელიც არჩევნებს აყალბებდა 2008 წელს ერაყში ვასიტის პროვინციაში, ესეც მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს. და ეს ის ადამიანია, სადაც ახლოდიანი დაინიშნა მის მოადგილედ ყოფილი ზონდერი, რომელსაც არქანი აყავს ნაწამები. უბრალოდ ეს პატარა გაშლისთვის. გააგრძელეთ ბატონო. ამის შესახებ მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და დანარჩენს რაც ხდებოდა, იმას მოგახსენებთ. დიახ, ბრძანეთ. დილით ჩატარდა თათბირი, მაშინ მე ვნახე 53 ბატალიონის მეთაური ჭედია, ცხონებული, ჩემი მაგარი ძმა კაცი ახლობელი. უფროს კურსზე იყო მაგი და კაი ურთიერთობა მქონდა, მაგიდან ხვდა აკადემიაში და მიხსნიდა თავიდან რომ მევედი ახალი ვიყავი რა ხდებოდა როგორ და დოქში მაგარი ძმა იყო. კაი ვაშკაცი, მეომარი, ათოში იყოს მისი სული. და მე შევხვდი ამ პიროვნებას ველაპარაკე და მითხრა უჩაო ჩვენო შევდივართო პირველი ერნეთის მხრიდანო. ხო და ჩვენთან შეთანხმებით მოქმედებთ ჩვენ გუჯასთან მაქვს ბიბინიძესთან კავშირიო და ეს ბრიგადები შეთავსებული 53 ბატალიონთან ბრიგადის საშტაბო ასეულები რა შეგვათავსეს რა. გავიდა გელა ჭედია თავისი ბატალიონი ცოტა ადრე და მივყევით ჩვენ საშტაბო ასეულები, რომელსაც მეთაურობდა ბიბინიძე და საშტაბო ასეულის მეთაური იყო ჩემი უშუალო ანტონ ქუთათელაძე. დავიწყეთ შესვლა ინგლისის მართულებით, მივდიოდით გზაში, გაშლილები, როგორც წესი და რეგია, ეს ანტო სტანდარტი, ასე ვთქვათ, გვერდზე გზის გვერდებზე ათეულები და გაშლა და მეთაური წინ. ასე ვთქვათ, შევედით უკვე ერნეთის ტერიტორიაზე და ზემოდან თავს დაყვებოდა სუ, რომელიც ბომბავდა ცხინვალს, ბრუნდებოდა უკან და ერთი და იგივე იყო ეს. ორი დადიოდა და ერთმანეთს ვლიდნენ რა. ერთი წამოვიდა და მეორე ბომბავდა რა. და ჩვენ მოყვებოდა თელი გზა ზემოდან. მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ არ ვიცოდით ჯერ ეს ვინ იყო, არც მოწინააღმდეგე, არც მეთაურმა იცოდა, გეტყვით ამას რატომ ლაპარაკობ, არ მქონდა ჩვენ ეს ვინ იყო. რა ვხედავდით რომ უბაგუნებდა ცხინვალს და ჩვენი ვარაუდით ახლა ფიქრობდით რახან ცხინვალს ბომბავს ჩვენებია თორემ ჩვენ არ მქონდა ინფორმაცია სინამდვილეში ვინ იყო. თუმცა აღმოჩნდა რუსების მოიერიშეები გადავგვიფრინეს და მე მეკვირს რომ მივდიოდით სანამ გზაში იქ რატომ თუ ჩვენი განადგურება უნდოდა ასე მაშინ რატო არ მოგვიღეს ბოლო ყველა შეეძლოთ ან არ ქონდათ მაგის ჩამოსაგდები არავითარი
საშუალება გქონდათ მამათი ვითომ ხარისებიო და მე მაგის ვერაფერი ვერ ნახე კარგი მან შესვლა და უკვე ჩაიხშო კავშირი დავკარგეთ ბატალიონის მეთაურთან კავშირი 53-ის ხონებულ ჭედიასთან ხარისი ჩაიხშო და დაიწყო ბრძოლის მართვა ტელეფონებით რა ვიცი ეს საერთოდ შეიძლება კომენტარს გავაკეთებ ვინც იცის როგორ წარმოვებს საბრძოლო მოქმედებები და რას ნიშნავს საომარი მოქმედების დროს კავშირის უზრუნველყოფა მან იცის რა აღირებულია საინფორმაციო მართვა ომის დროს და ნუ ეთყობა ეს არანაირ კომენტარს არ უძლებს საომარი პროცესის წარმოება ტელეფონებით ასე ეთყობა მხოლოდ ომის სააკაშვილისეულად იყო შესვლა უკვე ერნეთის ტერიტორიაზე და უცებ შეხვდა მან ბატალიონის მეთაური დღევანდელი გელხაური ლერი, რომელსაც შემიძლია დავახასიათო როგორც გმირად, თუ ვინმეს ეკუთვნოდა გმირობა და გენერლობა, ეკაც უნდა ყოფილიყო. მაგის დამსახურებით არის ბრიგადები დღეს გადარჩენილი და შეერაღებული ძალები. ამას ყველა აღიარებს და დარწმუნებული ვართ ის ისეთები აღიარებენ, რომელსაც ამის აღიარებას არ სურს. უბრალოდ რომ აღიარონ სხვა გზა არ აქვს. ყველა მის რომ ეს კაცი არის ასეთი, მაგრამ დღესაც ბატალიონის მეთაურია როგორც ხდები, როგორც ვიცი. სატანკოს მეთაური იყო ომის დროს, მე ვიცი. შემდეგ რაბედი ეწია ვერ გეტყვი. ეხლაც მეთაურია მე მგონი სატანკოშია, მაგრამ არ გაუშვიათ ზემოთ და ნუ გადამწვარი იყო ენდეთი, კიდე ყველაფერს, მაღაზიები რაღაცები სულ იწყოდა რა ყველაფერი აქეთ. დაგვთა ეს გელხაური და 2 ტანკი იყო კიდე ნაცნობები რა ჩვენი სენაგის სატანკო ბატალიონი ესენი წამოსული იყვნენ ადრე და გადამზადება მიდიოდა ვაზიანის პოლიგონზე რა და ესენი აქედან ჩაერდნენ ბრძოლას რა ჩვენ მერე ჩამოვედით ესენი უკვე იქ დახვდნენ ჩვენ ნუ დაბომბილი იყო ის გადამწვარი იყო იწოდა რა საერთოდ ეგნეთის ტერიტორია რა შევედით შეგნით და უკვე კავშირი ჩაწყდა, ყველაფერი არაფერი კავშირი არ აგვაქვთ. მე სატელეფონო ზარებს უშვებ, მე წვრეკავ ჭედიასთან, არ მიყურებია მე არც ბიბინიძესთვის და არც ჩემი უშუალო მეთაურისთვის, იმიტომ რომ მე პირადი ურთიერთობები მქონდა და მაგასობა ჭედიასთან და მეტყოდა რა, უფრო ასე ჩავთვალე საჭიროდ. მაგრამ ვერ გავდივარ ტელეფონით, ისინიც ვერ გადიან და არ გვაქვს რა წინა ბატალიონთან, რომელიც შევიდა. ეგი წავიდა ზემოთ მართულებაზე, აქეთ მაგს წერი ახოს მართულებაზე წავიდა, როგორც ვიცი. და ჩვენ ჯერ ვდგავართ ტეკთან. ტეკი ცხინვალში პოლიციის ტეკი რომაა, მათ და ჩამოშდა ხალხი, დაგლილი ხალხი ხამენათევი გზაში, თან მერე უსებ შესვლა. ზოგი ისვენებს, ზოგი თავის ოჯახის წევრებსთან მესიჯობს, ზოგი რაღაცა წყალოს რო გავიდეს, ზოგს უჭირს გასვლა ტელეფონს, ზოგს და ასეთი სიტუაციაა. ხო და ისეთი ადგილი მოგძებნე რა, ტელეფონს თუ დაეჭირა და ცოტა ჩემი ოცეულიდან წავიწიე რა აქეთ. ის მართულებით. ერთი 3 კაცი ვიყავით რა, ისაც ტელეფონი და სახლიდან მომივიდა მესიჯი გამიგეთ და რო დავაგვირდი ტელეფონს რა, მე თქვი, ზემოთ ავალ მეთქი, ზემაჭერდა რა, იმაზე და წავიკითხავ კარგად მეთქი. ოჯახიდან იყო წერილი და მოთხარი დავამშვიდე ნორმალურად არის მეთქი სიტუაცია მას წერ და ხესთან ვარ ცოტა მახულზე რა ბორცზე ასული და ხესთან მიჯექი რა და უცებ რაღაც გრუხუნის ხმა მომესმა რა რაღაც ასეთი და წამებში უკვე ცეცხლი მიკიდია ქვემოთ რა იმაზე რა მინდორზე რა ცეცხლით და გაიბსო ბოლი დადგა და მე ჩამოვხდი უცებ ინერცია ჩამოვარდი ქვემოთ და გავიხედე ახლა ჩემი ხალხი ჩვენი ხალხისკენ რა და ისეთი ჭყივილი როგორ თქვა გოჭები ჭყივილი და დაჭრილი ხალხის ყვირილი და ვაიმე და გნავილი როგორ თქვა რა ვიცი ძალიან შემზარავი იყო ჩემთვის ის მომენტი და რო დადგა ეს ბოლი ხედავ გაშლილია ეს დაჭრილები ყრია პირველი რაც ნახე ჩემი საშტაბო ასეულის ჯარისკაცი იყო თემური ბოკუჩავა ნათელში ამყოფოს მაგისული თავისი ბრონეჟილეტიანად გადაუჭრია რა შუაში რა ნაცვლები გარეთ იყო განმოყრილი და ნუ სამი მიცვალებული ადგილზე დაიღუპა რა ნუ ესენი
ერთი იყო 53 მძღოლი, ამბულანსი მძღოლი. ორი ჩვენი რა, ერთი ნიკიტინი საშტაბო ასეულიდან და ჩემი მეგობარი იყო. ქუთაისელი. ერთად დავამთავრეთ სამხედრო ლიცეუმი. ანდა წინა დღეს გაუბაღში სვავდნენ ნეტავი ჩაესვათ, უკვე გაბზანება გამზადებული. ავარიაში მოხდა წინა დღეს ვიცი სხვა იმით გაუბაღში უნდა და ჩასვა რა მაგისი და ტელეგრამთან ნასვამიც გამოცხადდა რა მაგი და ტელეგრამი უძილო გაჭირებული კაცი მე ვიფიქრე გემაინს უთხარი მეთაურს ასეულის მეთაურს გემაინ ჩაგესვა მეთქი დღეს ხალი იქნებოდა თამაზი უკაცრავად სიტყვა არ დადო უჩავ ბოდიში რო გაწყვეტიებ სამხედრო ლიცეუმში ჩვენ მთელი 2 წელიწადი ერთად ვისწავლეთ და ჩვენ ნამდვილად ის თაობა ვიყავით მე 84 წლიანი ვარ და ის თაობა ვიყავით ვინც 20 ლარიან საბუთებს არაკეთებდა გირჩის ეგრეთ წოდებული გირჩის და საოკუპაციო ზოლთან არ გარბოდა და უკაცრავად და უკანალს არ იხდიდა. ეს იყო ის თაობა, რომელსაც ნამდვილად გქონდა განცდა იმისი, რომ ჩვენი სისხლით და ჩვენი ხორცით უნდა შეგვეტანა წვლილი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და როდესაც ვინმე სლავიანური გვარის მოქალაქეებს ცუდად მოიხსენიებს, მან გაიხსენოს, რომ თამაზ ნიკიტინმა თავი შეწირა ამ ქვეყნის ერთიანობას. ის ძალიან ღირსეული ბიჭი იყო. ამ დროს გადავეცით ასეულის მეთაურმა დარეკა მაქსოვს დღევანდელი დღესავით ანტონ ქუდათელაძემ დაურეკა ზეზვალი პარტელიანს მეორე ბრიგადაში ბატონო მეთაურო ჩვენმა ჩიტმა დაგბომბაო რა ეგ სიტყვები უთხრა პირველი რა ისეთი წარმოდგენა ჰქონდა ყველას ეს ჩვენმა შემთხვევითო რა ჩვენმა ჩიტმა როგორ დაგბომბა ესენი რუსები დაადირებულები და დაგბომბეს რა და კიდევ კაი რომ ის მოხდა დაბომბა და ასეთი იმით დამთავრდა თორემ ჩვენ ხიდი რო გადავსულიყავით ისინი მაგათ ელოდნენ ხიდს რო გადავიდოდით რა აი ხიდს დააფეთქებდნენ რა ერნეთის ხიდიდან დავიქით ვერავინ ვერ გადმოვიდოდა ცოცხალი აი ესაა ჩემი აზრი ისინი ელოდნენ ამას იმიტომ რომ ამას უფლებას ამის ხმის უფლებას მაძლევს რომ გელხაურის ტანკი ერთ ადგილს უბაგუნებდა და ძალიან გაუშროს სისხლი რა მაგათ რა მე წამოვიდა ის დაბრუნდა და ჩამოვიდა იზოლებული გახდა გაეჩერებინა და ამას მოყვა ეს ყველაფერი და 65 ადამიანამდე როზუსტად რიცხვებში არ ვიცი დაიჭრა და 3 ადამიანი დაიღუპა და ეხლა მოქმედებას ხალხი უკვე პანიკაში ჩავარდა ბევრი უმრავლესობა ეს ვერ მოხარშა კარგად ეს გადაჭრილი ხალხი გადაფეული ეხლა ჩვენ მაინც აკადემია გქონდა მაშინ ძველებს დამთავრებული რუსული ტაქტიკით და იქ ყველაფერი ვასწავლეს რა როგორ გვიხსნიდნენ და შეჩვეული ვიყავით ეს მაკეტები გადაჭრილი ხალხის ნანახი ქონდა და არ იყო ის ბევრისთვის მაგრამ ბევრმა ესეთი რეაქცია მიიღო რომ მე რა ვიცი მაგას როგორ რა ოფიცრობა ეკუთვნოდა მანამდე ნატო სტანდარტი ხო და ნუ ესენი თავის სერტიფიკატებიანად გაიგზავნენ აქედან რა გაროჩე მიცვალებულთან ვერ მივიყვანი რა რომ დამედო ერთ დაუძახე დამეხმარე მეთქი ერთ ოფიცერს სახელი არ მინეხავს რა პრინციპში მიხვდება მე თავი ხომსახურობს ის ხო გიგას როგორ არა გმირია ანა აი ეს რა ბოლო მეცვალებულებთან ვერ მივიყვანი რა რომ დაგვედრო მანქანაში დავაწყეთ საწლები და გავიყვანით რა ეს დაჭრილები მანქანები მოვიდნენ და ნერნელა და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უკან დაგვეხია ცოტა და დავლოდებოდით ბრიგადი ჩამოსვლას რა უკვე გზაში იყო რა წამოვიდოდი რა ესენი დავხიეთ უკან რა ტყვიავთან დავბანაკდით რა და არა გასული 15-20 წუთი და მოდის ჯიპების კოლონა წინ ეზერაშვილის მანქანა და გადმოვიდნენ მინისტრი გოგავა და რა ხდება ვინ მოგცადო თქვენ უფლება უკან დახევის და გარუჩი ილანძღება რა ეს ეზერაშვილი მივარდა ბიბინიძესთან შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვიერიც ჩემი მოგცავა აქ უკან დახევის უფლებაო დავა უკან შეყარე ეს ხალხი ისევო და ნუ ას დაიბარა და დავიდა სხვა გზა არ მქონდა და ეს დანაყოფამდე ადგილზე შევედით ისე უკან რა ევამეს ასე უკვე 2 საათი 3 საათი იყო გასული უკვე დავბანაკდით ყველაფერი პოზიციები გავინაწილეთ ყველა და დაზვერვამ შეაჩნია რა რომ მოდის გაშლილი კოლონა ამ ტანკების რა ზემოდან განათდა ყველაფერი რა იმდენი მოდიოდა რუსების ტექნიკა
და გავედით იმ ღამეს რა. გავედით და გზაში გავიარეთ მახსოვს დღევანდელი დღესათვის, ნახეთ რუსეთის პოსტი რა. ერთი ბემბე იყო და რამდენიმე ჯარისკაცი რა. ჩვენთვის ამის აყვანა და ტყვედ არც იმას არ წარმოადგენდა სიზნელეს 200 კაცი მოვდიოდი და ვინ იყვნენ ეგენი. გვიყურებენ ასე დაბნეულები, შეშინებულები და უბრალოდ გვიყურებენ, ხედავთ რა. კონტაქტის უთხარი მეთაურს მე ველაპარაკე მან უთხარი რომ ესენი რომ ავიყვანოთ მეთქი ტყვედ გამოგვადგება მეთქი და ესენი არ ჩაერევიანო მე ასეთი პასუხი მივიღე რა. არ ჩაერევიანო ესენი მერატვარცი იყვნენ რა ეს ეწოდებული სამშვიდობები, მაგრამ მაგათმა რომ იმოქმედეს ისე დედაც ვატირე, მაგათმა დახოცა ჩვენი ბიჭების უმრავლესობა მე. ესენი ვითომ ეგრეთ წოდებული სამშვიდობეები იყვნენ, მაგრამ მაშინ მაგათმა უბრალოდ გავიარეთ ამან და წავედით და დავბანაგდით თქვენთ შინდისთან რა. ჭადრებს ეძახიან და ჭადრებს დავბანაგდით რა. მან იყო სახმელეთოს შტაბი, მან სარდალიც იყო ბალახაძე. ნუ აქ იყვნენ ყველანი. და იმ დროს მოხდა ესეთი სიტუაცია, გადაიფრინა და ჩამოვაგდეთ ერთი ბომბდამშენი და მესიმწყოლი ისა პილოტი გასავად დავიყვანეთ ყვეთ ის იყო რომ ყავდათ აქ დამკურნალეს. ბეჭზე გასადები კომპლექსით ჩამოვაგდეთ, ხო? ხო, მე მგონი მათმა მე არ მინახია რითი ჩამოვაგდეს, მაგრამ სხვა ქვედანაყოფმა ჩვენმა რა, ქართველებმა ისე მაგათმა ჩამოვაგდეს, სადაც სარდლობა იყო იქ შტაბთან ახლოს. იმან ჩამოვაგდო ახლოს ისინი რა. ბომბებს ყრიდა რა და მე ეს კვადროციკლების ბეჭზე გადასატანი კომპლექსები რო იყო ზუსტად მაგ მოძრაობდა თქვენს დანაყოფებთან და ეს მეოთხე ბრიგადასთან იყო უფრო ეს კალანდაძეს ყავდა თორემ ჩვენ იქ ვინც ვიყავით მაგ კვადროციკლები ჩვენ არ ყავდა რა ბოლოს კი ნახე ერთი სალი ყოფილა ერთი ვაკაცი იჯდა ისე გარბოდნენ რა ბოლოს ესენი კი ნახე ერთი კვადროციკლი გოლია სენაგის ბრიგადას მან ბოლო დაბანაგდით აქ და დააღამდა ეს ღამე ისინი ბრიგადა წამოსულა და ავიდა ავნებში განლაგდა ჩვენ აქ სასტაბო ასეულები უკვე დარჩენილი რა ერთი 200 კაციდან 60 კაცია დანარჩენი უკვე ვინც არ არის არავინ არ იცის ზოგი გორისგან გაიქცა ზოგი იქით და ნუ ეს ხალხი დავჩით რა 60 კაცამდე რა ჩვენთან იყო ასეულის მეთაური ქუთათელაძე მოადგილი მუშკუდიანი ავთანდილ და ნუ სასტაბო ასეულების სხვა მეთაურობაც რა გათენდა დილა და წავიდა თუ ბრიგადა შეუერთდა და წავიდა ბიბინიძე და მივყევით უკან მაგრამ რაღაცნაირად ჩვენი პირველი მანქანა ჩვენი კოლონის სამ მანქანიანი პატარა ეს კოლონა ქონდა მეკნებოდი ჩვენი 20 იყო დარჩენილი საშტაბო ასეული რამდენი კაცი და გააფუჭდა იქ და ჩამოვჭით კოლონას და კავშირი ამ ხარისი და ტელეფონით უკვე არ იყო და ესენი ავიდნენ ავნებში და ჩვენ მოხვდით ნიკოზის მიმართულებით შეტევაზე შევეხები უკვე ნიკოზე გადავალ ნიკოზის მიმართულებაზე შევედით და აქ დახვდა ესენი ყურაშვილი გენერალი მიშას გმირი ასე ვთქვათ და დანარჩენები რა სხვაები პოლკოვნიკები ისიც ნახე წარიელ ლონდარიძე პარლამენტარი კიდევ ბინგო ოსეფაიშვილი აქ ნახე რა და აქაც ესეთი სიტუაცია უკვე ყურაშვილთან ამსახური ვიყავი და ვიცნობდი კარგად და მივედი ახლოს და რა ხდება გამანდირი თქვენთან ვარ აგერ თქვენ გვერდში მეთქი გამიხარდა რომ ყოფილ მეთაურს ხდები ძოლისულზე მე ასეთი წარმოდგენა მქონდა სულ მაგაზე რომ ძლიერი და ძლიერესი გენერალი მოყვება წინო ბიჭებო და მივდივართ რა ცეცხლი არის უკვე მინამიოტები ჩართეს მოწინააღმდეგები და ეკლესიასთან იბომბება ყველაფერი რა ეპარქია რომ არის ნიქოზის რა გასასვლელთან რა თავისთავად რადიოელექტრონული ომის წარმოებს და კავშირი არ აქვს. არა, და მივდივართ რა ზემოთ და მოდის მანქანები ვხედავ პოლიციის ვენაცვალე შავნაბადის ბიჭებს, ყველა შავნაბადას უხდი. იმაში რომ არიან დამანაკებული არა, იქ შავნაბადაშია მეგონი, ხო? ესენი ეს კობრა მანქანებით პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები გამოქონდათ ბიჭები, დაჭრილი, დაღუპულები, არც ერთი არ დავშედიოდნენ, გამოდიოდნენ ესენი თორე.
ეს მეოთხე ბრიგადაა და თავისი მეთაურობა უკვე რა ბრიგადა კი არა მეთაურობაზე მაქვს უფრო ეს სად იყო უკვე მე არ ვიცი ესენი ამათ გამოყავდათ იმათ არ მინახია მე რომ კაცი გამოიყვანეს იქიდან რა თვითონ ამ პოლიციის ბიჭებმა გამოიყვანეს მაგიდან ესენი მოქმედებენ უფრო და ჩვენ ზემოთ მივდიოდით მაინც ბრძანება მქონდა წინ და ვხედავ ესენი უკან მიდიან და ეს შავი ჯიპების კოლონა ეს გენერლები პოლკოვნიკები და წავიდნენ ესენი თავიანთ გზაზე თავის სარდალით ჩატოვეს ბალახაზე მამუკა სარდალი იყო მაშინ ჩემი ყოფილი მეთაური იყო აი ურთიერთობა მქონდა ესე ჩატოვეს მან და ყველა გაიქცა ესენი არავინ არ მინახია რა ბოლოს ერთი იყო პოლკოვნიკი თელია რომელმაც არ დაგტოვა და ჩვენ პირად შემადგენლობასთან სენაკის ხალხი ვინც ხართო გერვართო თქვენ გვერდში შვაგი თელიაზეა ხო საუბარი ხო შვაგი თელია მაგი სარდალი იყო მაშინ იყო გენშტაბის უბოსის მოადგილე და სენაკის ბრიგადას კურირებდა რა ხო უბრალოდ მაგ პიროვნებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ბევრი დადებითი აზრი არსებობს და თქვენს ამას ახსენებთ და კარგია ეს რომ სიმართლე არ იმალება ჩვენ ზუსტად ვდგავართ ამ მოწოდების სიმართლეზე თუმცა თქვენ კარგად იცით რომ კობაუთანაძე როგორ ჩაცხრილეს ის მერაბიშვილთან დადებული კადრები როგორ იყო ჩვენ დაინტერესებული ვართ მაგამით დღესდღეობით ბატონი შმაგითელია მსახურობს უпроსწორად მუშაობს ეგრეთ წოდებულ დელტას ბაზაზე სადაც გენერალი ნაირაშვილი კაი ხანია მაგი მანდარის მე მგონი ოსეფაიშვილიც იყო ერთი პერიოდი ეხა არ ვიცი მაგ პიროვნება სად არის სადღაც ფაქტიურად ამერიკაში ნახე ფოტოებით უნდა გადაღებული ირმერთან და რა ვიცი მაგ ხო ნუ ის დელტა ცალკე განსახილველი თემაა ბატონო უჩა იმიტომ როგორც მოგეხსენებათ ეს გახდა დანაშაულებრივი პერსონების თავშესაფარი გლდანის ეკლესია და ეპარქია ვინც დაარბია მამა ბასილი ვინც ფეხით გამოათრია ხო დღეს ამ დელტას ბაზაზე მსახურობს უბრალოდ მუშაობს სრული პირადი შემადგენლობით ბატონ შმაგისთანაც აგვაქვს კითხვები იმიტომ გვაქვს რომ ის ყველა უნახეთ ის ვანდალური ორი გვამის შეკვეთა და ბატონი შმაგიც იყო იქ და კარგია რომ საზოგადოება ყვება მის დამსახურებას ეს ცუდი არ არის მაგრამ ის ბუნდოვნება რაც არის არა მარტო შმაგითელიას მიმართ, ზოგადად პერსონების მიმართ, ვინც სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან, ხო, ეს ბუნებრივია და ეს კითხვები იქნება. გავაგრძელებთ ბატონო უჩა ჩვენი საუბარი. რა, იმ ღამეს უკვე რა ესენი უკვე დავნებში ავედით და დაბანაკდით მან. ასე იქნებოდა დილის გამთენია იყო უკვე 10 აგვისტო ენდებოდა ამაცხადა განგაში და ბრიგადა მივიღეთ უკაცრავად ბრძანება, უნდა ჩავსულიყავით კეცეულში რა. გავეშვით ამ კუდის ძირას. ჩლიანა ბრიგადა გაშლილი იყო და მაშინ გადმოგვიფრინა ერთმა 4-მა კიდე რა. 4 კი 3, მე 4-ზე მეტი იქნებოდა რა. გადაგვიარეთ ჩვეულებრივად ზემოდან, ხედავდნენ კუდის ქვემოთ გაშლილ ბრიგადას. შეეძლოთ მაგათ მე ხარ, რა ვიცი. რომ დაეწყო ჩვენთვის შეეძლო ჩვენი ამახოცვა მანდ ისეთი რელიეფი ქონდა ჩვენ კუდის ძირას მივდიოდი და გაშლილ და ხედავდნენ მაგრამ არ გააკეთეს ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ რა თუ არ გააკეთეს არის ჩემი აზრით არ უნდათ ამდენი მსხვერპლი და არ წამოვიკიდათ ამათ ჩვენს უნდათ ბევრი გვამი და იმათ არ უნდათ ბევრი გვამი ბატონო მე ჩემი ასეთი საფიჭდება დამჩა ემომიდან რაც უფრო ბევრი მოგდებოდით უკეთესი იყო ალბათ სოფლი აყვირებული იყო ვაიმე პატარა ერს აგვიქნესოდა კი ვენაცვალე გასე ომი მოითხოვს სხვებს და მშვიდობა მოითხოვს სხვებს და მზად ვიყავი ამისთვის მე როგორც მოვტარიყავი და мотиваციო მსხვერპლი ეს უკვე რო არაფერი არ მოყვა ამას მე უკვე შემეცვალა წარმოქმნა ყველაფერზე და არ ვიცი არაფერი არ მოყოლია და ნათაში ამყოფოს ის ბიჭები და კი ჩვენ ყველაფერი ვიყავით ჩვენ მზად ამისთვის რომ დაგუყულიყავით ქვეყნის სასიკეთოდ მაგრამ ეს სინამდვილეში არაფერი პროგრესი არ მოყოლია ამას. Просто აღშფოთდა ამერიკა და აღშფოთდნენ ესენი რა დასავლური პარტნიორები. პოლიტიკური შეფასებები კიდე სხვა განსჯის საკითხია. ამას მოყვა ის რომ წაგებული ომის გადაბრალება საკუთარ ჯარისკაცებზე დაიწყეს. ის რომ დაიწყო დაჭერები ფსევდო ღალატის ბრალდებით. ის რომ სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს. ის რომ უამრავი ვაჟკაცი მფრინავი მოღალატედ გაასაღეს და ამ დროს
აი ამ ღალატის ფაქტებს თქვენ აქვსმენთ აშკარად. მოდი მე დაუბრუნდები საკითხს და ავნების შესახებ რას მოგვიყვები? ავნებში უკვე იქ დაბანაკებული ვიყავით. თითქმის 6 საათი ვიყავით და ავნებიდან წამოვედით ქვემოთ ყელქცეულში. რა მაშინ იყო გზაში ესენი რომ გამოგვიფრინეს ზემოდან და აგვიშვეს და ყელქცეულში რო შევედით დახვდა ბატალიონი ვაშლეჯრის სპეცნაზზე უკვე მომზადებული იყო ყველაფერი, ბლინდაჟები, აკობები, სანგრები, ყველაფერი გამზადებული იყო და საბრძოლო მდგომარეობაში ყოფებოდნენ. მოვედით ჩვენ შეუვერთით და დაბანაკდით მან რა ყელქცეულთან ჯერ ერთ ადგილას დაბანაკდა შტაბი, მე გადმოვინაცვლა მოსაშტაბო ასეულები და ყველანი აქავართ რა დაბანაკებული. მეთაუროს ლიპარტელიანი, გოფოძე, იყო შტაბის უფროსი და რუხაია ჩისამის უფროსი. და ასე იქნებოდა საღამო რა გდეტა 8 საათი. ფოჩხუა იყო ერთი მძღოლი და საბეკია ჯარისკაცები რა, სერჟანტი საბეკია იყო რა. ეს ორი ჩავიდა აქ, სადაც შენდიში მოხდა ეს შეტაკება, ჩასაფრება. იმ საღამოს იმ ადგილზე ჩავიდნენ და შეამჩნიეს, რომ იქ შეერაღებული გადაადგილება იყო სამოქალაქო პირების რა. ეს ამბავი ამოიტანეს და ეს მეთაურამდე მოვიდა, მე ვიცი. და არავითარი გადაწყვეტი არ მოყოლია რეაქცია მაგას. არ იქნებიანო ისინი და გაატარეს რა ეს. განზე ეს ინფორმაცია. შენ როგორ ფიქრობ ეს მოწინააღმდეგის დაზვერვა იყო? იყვნენ რა მოწინააღმდეგები იყვნენ ესენი. ისინი აწყობდნენ უკვე ჩასაფრებას მან. ну ასე იქნებოდა 11 საათი ისე ჩვენ ზემოთ უკვე მოწინააღმდეგის ვერტფრენის ხმა გაისმა და დაიწყო მანევრი რა. ჩვენს თავზე. კროკოდილზეა ხო საუბარი რუსულ. მანევრი დაიწყო ჩვენს თავზე შტაბის სადაც არის რა და ასეთი ცხონებული პოლკოვნიკი იყო ქოჩიაშვილი და მაგას მთხოვა ერთ ჯარისკაცი, ჭკვიანი ჯარისკაცი მომავლინეო და მივავლინე მას ერთი დაღუპულია დღეს ჯარისკაცი და საზენიტო თქვენ ოქონდათ გადაცემა ეს მეცეგასადები კომპლექსი. აი ამ კომპლექსით ესროლეს აი ამ იმას რა ვერტფრენს აცდა ეს წავიდა მაგრამ მოწინააღმდეგები ცოდა ჩვენ უკვე სად ვიყავით რა იმ ღამეს მაგრამ იმ ღამეს რეაქცია არაფერი არ გაუკეთებიათ ვერტფრენის ხმა ჩაწყდა ჩაულებრივ წავიდა თავის გზაზე და უკვე გათენდა მეორე დღე იმ ღამეს თელი ღამის არ უძინია გოფოძე იყო შტაბის უფროსი მაგი მართავდა იმ ხმა ქონდა ჩახლეჩვაზე უკვე ესე ლაპარაკობდა იმ დონეზე იყო კაცი და მაგასთან იყო რუხაია ერთმანეთს ვლიდნენ რაციასთან ესენი მოქმედებდნენ და ეს დეპარტელიანის აქტიურობა მე როგორც მეთაურის არაფერი არ მინახია ბრიგადის რა და ასე იქნებოდა იმ ღამეს გელხაურს უთხრა ტანკებზე ლენტები გაუკეთეო რა თეთრი ლენტები თუ ყავისფერი არ მახსოვს იმის ლენტები გაუკეთეო და ემითი მოძრავეო რა ლენტები კონდესო იმაზე რა ну გათენდა ასე უკვე 11 საათი იყო მეთაურ დაუძახე ჩემს საშტაბო მეთაურს შტაბში გეძახიანო თათბირი ჩატარდა ну ბოლო მეც მივუახლოვდი აქ და დავჯექი ამათთან უკვე რა და ამათთან ვარ და უსმენ აქ და ხედავ ამ უკვე მეთაურსაც რაღაცა სახეზის ფერის არა აქვს ისეთი რა რომ რაღაცა შიშის სინდრომს ვატყობ რა ამ ადამიანს მე როგორც მეთაური როგორც ოფიცერი ამის მოაზრებ ჩემ თავს უფლებას ადამიანის გამოსნობა მაინც ვისწავლე სხვა თუ არაფერი და ხედავ შიშის სინდრომი აქვს ამას რაღაცა და ბოლო ამოიღო რა ხმა და ლაპარაკობს ოფიცრები არ დაიბნეთო ეხლა დღევანდ მე და მოშკუდიანი ვიდექით რა მან დღეს ოფიცერი მოადგილეა მან სენაკში მსახურობს ეგ ოფიცერი მე და ეს ვიდექი და ოფიცრები არ დაიბნეთო ეხლა გარუჩი კალყაში ვართ ტანკები შემოვლენო აქო და დააცხედო გრანატამიოტები რა და გრანატამიოტებით უნდა ვიბრძოლოთ ამ ტანკებს და მოიღეთ კაი ბრძანება ავიღეთ ჩვენი გრანატამიოტები და ვდგავართ რა უკვე პოზიციები ავიღეთ და ხედავ რა თავისი მანქანა ჯიპი პრადო გადის
ჩქარით და მიყვება შტაბის უბრალოდ მანქანაც უკან. ვერ ყოფილხართ კაი ალყაში. ეხლა გეტყვით, იქ არაფერი არ იყო, ზადებული ისინი გველოდნენ ჩვენ დაბლა რა. იმ შენდისის სადგურებთან იქ უკვე სერიოზული ის იყო, ელისებური ჩასაფრება იყო მოწყობილი და მაგაზე მოგახსენებთ ხა დეტალებში ყველაფერს იქ რაც ხდებოდა ეგმეთში, შენდისში. აი, იცით რა მაინტერესებს? ყელქცეულის ინციდენტი მაინტერესებს ავნებიდან რომ ჩამოდით თუ შეგიძლიათ აი ეს ყელქცეულში რა იმ საღამოს რომ დაბანაკდით საღამოს 8 საათისთვის იქ დაბანაკებული კარგად მომზადებული სპეცნაზი რომ დახვდა ვაშლიჯრის ეს სპეცნაზი გავიდა მე აზე არა ვარ ისინი რატო გაიყვანეს იმ საღამოს 8 საათი იქნებოდა ასე უკვე რომ დაბნელდა 800 ზუსტად არ მახსოვს საათები შეხვდნენ გზაში ვიდექი რა მე და წავიდა შინდისის მართულები და გავიდნენ რა იმ ღამეს ისინი იქ არ იყვნენ რა. ხო და მეორე დილით უკვე ალყაში ვართო და ეს რო გვითხრა ხალხი მაგას რო დაიძრა ეს მანქანა თავისი გაუშვა ჯერ მამა უიჯდა და ძღოლი. და მაგას მიყვა შტაბის უფროსის მანქანა და ხალხს ეგონა ეს მეთაური გარბისო, გამიგე და უკვე რახანს მეთაური მამერთა მეთაური მიდისო მეთაურის მანქანას მივყვეთო რა. მიყვნენ მეთაურის მანქანას და მეც მოხდი ერთ მანქანაში რა. და მე ვიყავი კოლორინში მე-4 მანქანა ბიბინიძე იჯდა რა მძღოლი და მაგას უჯექი წინ და ისე მოხდა რომ დავეციე პირველ მანქანას და მეორე მოხდი კოლონაში და ვხედავ რა მარჯვენა მხარეს მინდვრებია და 3 ტანკი დგას და ლენტები აქვს თეთრი ვიშკებზე რა და ეს პირველი მანქანა უცებ დაამოხრუჭა და აქ მოდის კოლონა დედა 250 კაცი კრაზები დაგრუზული შეიარაღებით და ნუ მოვდივართ აქ ყველანი და ხედავ რა აი ეს ტანკი მუშკაზე გვიყვანს და გვიმიზნებს ამ კოლონას რა გადმოხდა ხალხი მანქანიდან ვინც იჯდნენ რა იმასე წინ 60 მანქანიდან აქ უკვე ჭაობი აღმოჩნდა და უკვე ხალხი მიდის იმაში რა შეაფარო სადმე თავს და ოფტები უკვე დაიწყებ 3 ტანკი დამიждებული აქვს ეს რა. არა, აზე არა ვარ მაგათმა რატო არ დაგვცხეს მან? უბრალოდ არ უნდათ მაგათაც ბევრი სიმტილიანობა და ბევრი ტრუპია ეკიდა და არ წამოეკიდნენ ამათ. ჩვენებს უნდათ ბევრი გვამითონენ, მაგათ არაფერში არ ჭირდებოდათ ეს. არ ჭამეს ამათ, საკინგი ამათი. და ბოლო აი ამ მონაკვეთში მეთაურის ჩვენები არიანო დაიძახა ვიღაცამ წინა მანქანიდან რა აბულაძე იჯდა მან დაჩიკო ოფიცერია დაჭრილია ზურგის არეში მაგას რა მიოტი მოხდა პირველი მანქანა იყო მაგიდა ჩვენები არიანო რა წინიდან დაიძახეს და ხალხი ისო მანქანაში ამოვიდნენ და გავყევით რა ეს ტანკები უკან დაიძდნენ და წავიდნენ თითქოს და რა მაგრამ ჩვენ შეუხვიეთ ამ შესახვევი იყო 1 კილომეტრში ქვემოდან უკვე და სადგურებისკენ მიდიოდა ტრასა რა სადაც ის მოხდა რა და ვხედავ ბიჭო შტაბის უფროსის მანქანას უკიდია ცეცხლი და უკიდია ამ პრადოს ცეცხლი რა და დამარტყა მეთქი რა გაროჩე უკვე დახოცეს ბიჭები მეთქი და ეს მან გადარჩა მამაო გადარჩა და დაიჭრა მან არ მახსოვს მაგის გვარი კაი ადამიანია ვაშკაცი ბიჭია მძღოლი დაჭრეს მან და უცებ ხალხი გაროჩე რა უკვე ვიგზენი რა მანქანაზე ხდება უკვე ტყვიები და გადმოხდა ხალხი და ნუ დაიწყო სროლა რა მართულებით ზოგი რა ვიცი და მე უცებ ხა როგორც ოფიცერმა ხა უცებ მეც ვერ საიდან ყველა მხრიდან ელისებული იყო ჩასაფრება და ყველა მხრიდან იყო და უცებ ვერ მოვედი იმაზე რა საიდან ისწოდნენ ესენი და მაშინ მოხდა მინამიოტის ეს ასკულკა კასკა მეხურა და ერთი მომენტი გავითიშე და სისხმა გამომაღვიძა რა სითბომ რა სიმხურვალემ თვალი გავაკეთე და ვხედავ რა უკვე რა სადგურებით ლიანდაგებისგან უკვე რა ყველაფერს ერთად ესვრიან ესენი განლაგებულები არიან შინდისზე განლაგებულები არიან და გვესვრიან აქედან ხმა მოდის აქედანაც სროლა და ორივე მხრიდან აი ასე ისვრიან ელისებური იყო ჩასაბრება აქედან მხარესაც იყვნენ და აქედან და უკან ის ტანკები ხომ მახსოვდა მე რომ მიდგნენ და ისინიც ბომბავენ მეთქი წარმოდგენა მქონდა მაგრამ ისინი პროსტო იდგნენ და უყურებდნენ თუ მოვერეოდით ამათ მე ალბათ დავცხებდნენ რა მაგრამ
და უკვე ავარდის ზემოთ ამ შენობაში და ამ შენობის მარცხენა ფანჯარა ქონდა აქეთ ამ ხარეს და აქედან ვისვრი რა ეს ერთი რაჟოკი მოვჩი მეორე შემცვალე მჭიდი სამი მჭიდი ვისროლე მან ახსოვს და უკვე შემამჩნიეს და აქეთ ხედავ რომ ამ შენობასაც ხდება უკვე ტყვეები რა და სასწაული ამბავია აქ ჩემთან ორი ჯარისკაცი არის კიდე ერთი ფეხშია დაჭრილი ხო და ესენი გადახდნენ ქვემოთ გადასახტომი ქონდა რაღაცა ცინკარი იყო ჩამოვარდნილი ასე და აი მაშინ შეაფარეს თავი. ეხლა მე ვთქვი ესვრიან ესენ და მეც გადახვდები მეთქი და გადავხდი მან თქვენმო და მოვყევი რა მან და 6 კაცი იყო 3 დაჭრილი იყო 3 მათგანი და დარჩენი აქ აფარებდნენ თავს და აქედან ჩვენ შუაში ონიანმა რო აიფეთქა თავი ალექსანდრე ონიანს მე ვხედავდი ცეცხლი ყოფდა ჩვენ შუაში რა ცეცხლი მოდიოდა ყველა მხრიდან და ეს ხედავდა რა და მე ამ მომენტში რა სროლა უკვე ერთი ეს რაჟოკი მქონდა გამოვართვი მასაც ჭიდი დაჭრილის ჭიდებს და მას ფარობდი რა რაც შემეძლო აქედან ხარის გავიდოდი ვისროდი ისევ შემოვიდოდი რა და უცებ იქიდან დამიძახა რა ტელეფონით დავიწყე ლაპარაკი ხმამაღლა ლაპარაკობდი ერთი პერიოდი შეწყდა სროლა რა და კარიდორიც კი მესმოდა კარიდორიაო ხმა ყვირილი რა ბიჭების და რა კარიდორზე არის კარიდორს უიძახოდნენ მე მესმოდა ხმები რა და ერთი პერიოდი შეწყდა ხმა ისა სროლების არც იქით იყო სროლა არც აქეთ და მაშინ კარიდორია გაისმა ხმა კარიდორი მოგცესო რა და გავიდნენ რა ხალხი ძირითადად მასა აქიდან ვინც ეგორასი კაცი იყო განა 17 იბრძოდა ეგორასი კაცი იყო რა როგორ იქ ცნობილია ფაქტი, რომ ასეთ ესე არის ცნობილი ფაქტი, რომ მხოლოდ 17 კაცი მოხდა ჩასაფრებაში, მე ოფიციალურ ვერსიას ყვები და თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოთქვა ამაზე თავისი ვერსია და იმედია ეს ტელევიზიაც დაგვითმობს იმის ადგილს თუ მათ ექნებათ განსხვავებული აზრი აგერ არის ომის მონაწილე რომელიც უშუალოდ იყო ამ ბატალიების შემსწრე და მომბრძანდით აქ და გაგვეცით ერთ პასუხი რეალობაში რა იყო 200 კაცამდე ვიყავით კაცო ესე 17 200 კაცამდე ვიყავით მან რა იმ 200 კაციდან კარიდორს იქ 17 დარჩა მან რა დაღუპულები დარჩენ ისინი რა მაგრამ ეს მასა ძირითადი გავიდა მან იქ დარჩა კიდე სხვებიც იყვნენ რა ოფიცრებიც ჩარჩენილი იყვნენ ბევრი ბევრმა შეაფარა რა თავი იმას აი თქვენ ყვებოდით რომ თქვენ ცეცხლი ყოფდათ ალექსანდრე ონიასთან ხო და მე ამ მომენტში რა მე გავრეკე მეთაურთან გავედი კავშირზე გოფოძესთან ვერ გავედი რა და თვითონ ლიპარტელიანთან გავედი და მაგის მეკავშირე ოფიცერი იყო ასეთი ვარლამ გვარი არ მახსოვს მაგის მაგრამ თუ დაინტერესდებიან ავიხსენებთ მაგის ვალამი ერქვა რა ოფიცერი იყო ლეიტენანტი და დამალაპარაკე მეთქა ჯერ მეთაურთან დავრეკე და მეთაურმა დამალაპარაკა ლიპარტელიანმა და უთხარი კამანდირ მეთქი ავყაში ვართ მეთქი რა დედაგვიდირეს მეთქი და მსხვერპლის ყავს მეთქი რა ბევრი ხო და რამე გვიშველეთ მეთქი ასე артиლერიას გადაეცი მეთქი კოორდინატები და ვეუბნები ჩემს კოორდინატს სადაც ვართ რა არ ამგონია მაგი გადათქვას მაგან დღეს კომენდანტია მამგონი ყოფილი მეთაურია ჩემი ლიპარტელიანი ზეზვა მაშინ შეიძლება გადათქვა ხო და არ ვიცი თუ გადათქვა და რა ვიცი უფლის არეშენია როგორ გადათქვას და მაგას უთხარი მეთქი კამანდირ მეთქი მიეცი მეთქი артиლერიას კოორდინატი და დაგბომბეთ მეთქი ასე არა აქვს მეთქი რა უკვე ეს ბევრი არა ვარ დარჩენილი აქ უკვე ხედავ რა და დაიწყებენ მეთქი ესენი აჩისკას რა და აქედან მაინც ვერ გავალ მე ცოცხალი და 2 დაჭრილი მყავს მეთქი რა გაროჩე და თვად 6 ვართ მეთქი მაგრამ 3 დაჭრილი მყავს მეთქი რა ხო და დაბომბეთ მეთქი რა ჯობია ასე მეთქი და მე შენო მე ვთხარი მე შენ რა აზრი აქვს ჩემთვის მეთქი მე ამათ ვერ დავტოვებ და აზრი არა აქვს მეთქი და გადააწოდა სხვას მეკავშირე ოფიცერს და მაგარ მითხა მთვარე მარცხნივ დატოვებო და მმართველები დიარეო რაღაცას მეუბნებათ აი გაუთიში ამას რა აზრი აქვს რა ველაპარაკო ეხლა მათ მე და მაშინ დამიძახა მე სვანმა რა იქიდან რა ხდება მოდიანო ონიანთან მე კაი ურთიერთობა მქონდა ხო მანამდეც ვიცნობდი მაგას მე ჯარისკაცებთან კაი ურთიერთობა მქონდა მეგობრობდი და საინჟინერში დავდიოდი ხოლმე რა ხშირად მაგ ბიჭებთან სერჟანტებთან ხო და დამიძახა და მოვლენ მეთქი რა ხედავ ერთი დაჭრილი ყავს მაგის ნათლული იყო რა დაჭრილი და თვითონაც დაჭრილი იყო რა სისხლის დიოდა გიდებდა ხელს ხედავდი რა და მოვლენ მეთქი და ისევ განახდა რა ცეცხლი რა და მაშინ უკვე კაროჩე დაიჭრა სერიოზულად და ხედავდი
ლიმონკას რო ეჭირა ხელში და მე დადგა ბოლი და მეც მივხვდი რაც იყო და ჩავარდი. თავი აიფეთქა რა. იმ საღამოს უკვე ვართ ეს 6 კაცი დარჩენილი და უკვე ამ სამმა დაიწყო ამ სამმა ჯარისკაცმა 22-ის ჰქონდა ემბლემები და გელის ემბლემა ჰქონდა და იქიდან ვიცი რომ 22 ბატალიონიდან იყვნენ. დაიწყეს ესე უკვე რა კამანდირ ჩვენ გავალთო აქიდანო და მეუბნებიან რა და მე უთხარი გადით მეთქი თუ გინდათ მაგრამ ცოტა ხანი მოვითვინოთ მე კიდარეგელი მა კიდე სხვაგანაც დავლეკე და მოვლენო ბიჭებიო მითხრეს რა სხვა ერთი ლაპარაკოს ბიბინიძეს ასეული მოდისო რა საშტაბო იმის დაზორის ასეულის სალკეული მეთაური ჩვენ როგორ შეგვიერთეს ბიბინიძეზე მაქვს საუბარი მეგის ასეული მოდისო ერთმა თქვა მეს დავრეკეო რა ხო და ნუ არ დაიჯერეს ამათმა ხედა უკვე უნდა და მე ვერ გავალ მეთქი შენ წამოდიო მეუნება ერთ-ერთი ჯარისკაცი ჩემი ჯარისკაცი იყო ნუ ხანში შესული კაცია მაგ ახლა 60-მდე იქნება მაგ სროსლი იყო ეს კაცი და მეუნება კამანდირ წამოდიო და მე ვთხარი ამათ რა უყო მეთქი ორი დაჭრილი მყავს აქიდან ფილტვებში იყო დაჭრილი და ხროტინი ისმის გარეთ ყველაფერი ჩაჩანიძე იყო გვარი მე რეტყვედ მოხდა მაგას ალგე მოგიყვები და მეორე ჯარისკაცი ის იყო კვირიკაშვილი რა მაგას ჰქონდა ხელში ჭრილობა რა ასეთ ადგილას როგორც მახსოვს და ზუგში რა მაგი იყო ცხონებული ვეფხია ჯიშკარიანი მძღოლი და მაგი მომიყვა ვეფხია სადაა მეთქი და ვეფხია ვერ გამოვიდაო მანქანიდან დაიღუპაო რა მოხდა სესულო წამოვიდა ხედავდიო რა ის დაკარგული ჯიშკარიანზე მაქვს საუბარი ის მაგი ხო ვერ იპოვეს რა ვერ იპოვეს და მაგან მე ის მითხრა მძღოლმა იმ ღამეს ხო საუბრობდი ჩვენ ერთადმეტი რა სამიგვართან ვიყავით უკვე და მაგან მითხრა და მაგრამ უკვე არ შეეძლო წესიერად საუბარი უკვე ისე იყვნენ ესენი რა ეს ორი და დავრეკე რა მათთან კიდე მეთაურობასთან და მე ვთხარი ამათ გამოვიყვან მე ამათთან ვიქნები მეთქი მე და მე გამსვლელი არა ვარ მეთქი ძმას ველაპარაკე ამ ჩაჩანიძეს ჩემი ძმა არ დავტოვებ მეთქი მე არავის და აქ ვიქნები მეთქი და თუ რამე მეთქი რა დავხოცეს აქედან გვამი ამის ქვემოთა ვარ აქ ვარ მეთქი რა უხსნი ყველაფერს უკვე ვიცი გათენდება და გაროშე რა მოვლენ რა ჩესკას დაიწყებენ რა და ამ მომენტში ესენი გავიდნენ მეთქვის ნაჩი სულთა ყველაფერი და ნელ-ნელა დავიწყე ამათი გამოყვანა თავზე ფიქრი და მეუბნები წამოდი მეთქი ერთ ნუ ვერ იყო რა ძალიან ისე იყო და ამ მომენტში უკვე მეთქი რამე დედაცვატირე უკვე თავს მოვიკლავ მეთქი იმასე ვიყავი მესული მე ამის აღიარება არ მეჭის რაც იყო იმას ლაპარაკობ და ეს ფიქრი მქონდა რა უკვე იარაღი მომარჯვებული მქონდა მე დოაკ და მაშინ მითხრა იმ ჩაჩანიძემ თუ არ მახსოვს მეორე კვირიკაშვილმა კამანდირ ჯერ მე მესროლეო ეს სიტყვები მახსოვს რა მე ამიგე არ ქნაო მეუბნება რა ეს და მე გადატენილი მაგზად დღესაც მახსოვს ეს თითზე სირბილე რა იმის ავტომატის ამოსაგრავის რა უკვე ნელ-ნელა და ამ მომენტში ფეხების ხმა გაისმა ზემოდან რა და ათხოვდიმ всё чистаო დაждём დაუტრაო რა რუსული საუბარი იყო რა ანუ რო უთარგმნოთ მაყურებელს ვინც არის იცის მოწინააღმდეგე რომელიც შემოვიდა მეორეს უთხრა რომ გავდივართ ყველაფერი სუფთა დილამდე დავიცდით ესეთი საუბარი იყო ამან ცოტა არ იყოს უკვე რომ გავიდნენ მეთქი всё რა და ცოტა სტაბილოდები მეთქი რა და ნელ-ნელა უკეთ გახდება და წავიყვან მეთქი იმის იმედი მაგას ძალიან ცუდად არის ერთი რა ჩაჩანიძე ხროტინერს სასხამს ფილტვიდან რა ასე დასულებული გვაქვს რა ორივე სახეები იმდენი სისხლი ოდიოდა და ჩაიტენა ეს ჩაიტენა მეთქი ქონია ისინი პინტები და ისინი იმ ღამეს რა ასე ამ ნახევარი საათის შუალედში რა უკვე რა სანამ გამოვიდოდი მე იქიდან პრიბორების ხმა მაინც იყო რაღაც ახლოს იყვნენ ტექნიკა რაღაცა რომ იყო ახლოს იმას გძნობდი გამიგე და იმიტომ ვიკავებდი და პრიბორების ხმა მესმოდა რა შიგნით მემპე იყო არ ვიცი რაღაცა იყო იქ დაბანაკებული რა შიგნით ყანები იყო იქით ამ ხარეს და კიდე მოდიოდა ხმა ნელ-ნელა ამის არ ჩერდებოდა ნუ მე ვიღე გადაწყვეტილება რა გამოვსულიყავი ვიცი რა არავინ არა ესენი და თუ დაცხეს ამის დედაცვალე სხვა გზა არ ამას და ერთს მოვკიდე ერთ ჯარისკაცს ხელს და ჩაჩანიძე გამოვიყვანე და აქეთ ბაღები იყო და ბაღების მხარეს მე ვიყვანე ზაბორთან და გაჩერდი მეთქი და მეორესთან წამოვედი და მეორეც წავიყვანე იქიდან იმ ბაღებში
და მე თქვი იქნებ ვინმე ცოცხალი იყოს მეთქი და წამოვედი ამათთან კიდე რა და მესმოდა ერთმ ჩამესმა ხმა მიშველეთო და მე ვერ მივაგენი მაგას და ერთ 4-5 მივედი ამ ცვალებულებთან ხელს ვადებდი რა ხო და არც ერთი არ იყო იქ ხო 5-6 მიცვალებულს რომელს ხელი დაუჭიკავი არავინ და ეს ვერ მოვაგენი ამათ ამ მომენტში ბიჭო რაღაც ლაზერებით მომანათა რაღაცა სახეში რაღაცა მინიჯო ვაკეთებ თავს იქით აქეთ და არ მიშორებს რა ეს და ნუ აუჩქარეს სირბილს რა მე მამათან მინდა ამ ორჯარისგასთან მივიდი ახლა და უკვე შიშინი ტყვია წამოვიდა რა ის ვიგზენი რა გაელვება ხო და გადავხვდი რა წყალის მიმართულება იყო რა და წყალი მოდიოდა აქ რა და ამ წყალში გადავხვდი პირდაპირ რა გადავიში და ამ წყალით გავყვევი იმ მიმართულებას და ამოვედი და კამანდირო იქიდან ხმას მესმოდა მერთმა დაიძახას ცოცხალი ხარო და მეც გავეცი ხმა მაგრამ არ გაიგონეს თუ არ ვიცი და ეს ორივე ხედავ ბიჭო მიმართულებაზე უკვე ესენი უკვე აჩქარებული ნებილჯებით მირბიან რა შორს კი არ არიან და ვერც მეწევი ახლა აქედან წყალიდან დამძიმებული ხო ხტები ამ წყალი და იმი და ნუ წავიდნენ ესენი და ვაფშე მარტო დავჭი რა აქ რა და მე თქვი ახლა ცოტა წავალ და მეგონა თელეგრამი ვიარე მან ერთი 300-400 მეტროს მეტი არ წავსუვარ და გავითიშე რა დოქში ამდენი იმით 4 დღეს უძილო იმით და გავითიშე რა და ასე გამთენია 7 საათისთვის რა ატყდა სროლა მაგრამ კაროჩე მე თქვი ხო არ შემამჩნიეს აქ ახლოს რა ყველაფერი იწვის კაროჩე და არის იქით-აქით სოლებიც რა გამიგე ხო ოფიცერი კაცი ვარ და გზნობ ომხრევას ხმებით ვარჩევ რა ორხები როცა არის და ნებისმიერ ოფიცერს აქვს ნორმალურ ზამის ინსტინქტი და მე ვთქვი მე ხა ჩემი აზრით ეხლა ვფიქრობ მეორე დილაც იყო კიდე დარჩენილი იქ დაჭრილები და შეამჩნია მოძნამდეგეს და ისინი დაახოცეს რა ჩვენი ძმები რა იქ იყო კიდე დარჩენილი რაღაცები მეორე დილაც ორხების სოლა იყო და ნუ ახლაც ეგ მე ვერ მივიდოდი უკვე მოვიდა და სამარეთებას დაიწყო რა ეს ვერტალეტებმა ზემოდან არანჟირება და ნუ ხედავ ასეთი სახლები იყო რა ასეთ განლაგებით ყველა ზურგით იყო და ერთს ჰქონდა მკერდი რა სახლს წინ რა აქეთ და ამ სახლში შევარდი ფანჯარა ჩავამტვრიე რა ჰქონდა აქეთ და შიგნით რა შევედი შიგნით რა არავინ ჯერ ვიძახდი არავინ არ იყო და მე შევარდი ამაში რა შევაფარე და ამ ფანჯარაში და ვეძებ ახლა სამოქალაქო ტანსაცმელს რა ვხედავ უკვე აღებული აქვს სიტუაცია და ეს ფორმა გავიხადე რა და სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავდები აქ სიმო და გადმოვხდი ფანჯრიდან ისე და ვხედავ მოხუცი კაცი ნუ ამუშავეს მიწას რა წარმოიდგინე რა ახლოს სრულებია და ეს კაცი არ ვიცი რა ეს აღმოჩნდა სააბაშვილი გვარად რომელმაც მე პირველად მიმიღო და მე არ ვიცი ხა იმღამეს ხარის მაქვს უკვე როგორ გითხრა რომ ხარისა ვარ უკვე ცხინვალშიც გონია იმ სიტუაციაში ვარ რომ უკვე ამდენი მაქვს მეთქი ნასიარულები და იქ ვარ მეთქი რა ოსი არ იყოს მეთქეს და ავტომატით მივდივარ და ზიაგაცო მეთქი დაუძახე და მომბრუნდა ჩემკენ და გისმენ შვილო და ქართულად მეუბნება და ქართველი ხარ მეთქი და ხო ქართველი ვარო აბა რა ვინ იქნებიო და მე ვუთხარი აქ მოვხდი მეთქი ჩასაბრებაში წუხელ მეთქი მე დამიხოცეს მეთქი რა ყველაფერი ვიციო როგორ გადარჩი შვილო მოდიო და მიმიღო ამ კაცმა და ამ კაცს ვუთხარი დადიანო რა უკვე გადაწესო ყველაფერი და ჭორი მოდის სოფელში ოჯახ-ოჯახ ეძებენო დაჭრილებს და იმეს ტყვეები ხო არ ყავთო იმე შეფარებულიო რა და აქ ჩემთან გაჩერებას მე არ გირჩევა და ეგ ბავშვები იყვნენ კიდე ახალგაზრდა ბიჭი იყო თემურა ერქვა გვარი არ მახსოვს და ეს წაგიყვანსო რა გაროჩე თავის ნათესავებთან სადაც იმალებიანო ბუნკერები გვაქვს სახლებში აკეთებული და გადაგმალავთო რა და კაი მეთქი და მაშინ ეს ავტომატი მეთქი რა ამ ბაბუას ვეუბნები რა ავტომატს უკვე არც ის ჭვიჩის არ ქონდა უკვე ტყვები და ეს ავტომატი მეთქი რა მაინც სამოქალაქოები მაცვია და აქ შეინახე მეთქი რა მეთაურს უკვე ველაპარაკე მეთქი და ნუ მე დავაყენე მეთქი შენ კონდეს მეთქი და მოვაბარე რა ამას რა უკვე იქ არ ქონდა აზრი იმის იმას რა ის ქონდა პირიქით დადიოდნენ უკვე შემოსული იყვნენ და რა შემჩნიეთ არ ტყვი არც არაფერი სამიყვანა მღამეს იმ ბიჭმა თემურა ერქვა ლაგურაშვილი იყო თავის ბიძაშვილთან ნუკრი ლაგურაშვილი ცხოვრობს ასეთი მანდ რა ენაცვალე მაგ ადამიანს მაგან მიმიღო სახში ბავშვი ყავდა გიორგი ერქვა და მეუღლე
და სიდეცი მამრი იყო სახში ფეხი არ ქონდა კაცმა ხუთი კაცი იყო ორი ფეხში იყო მოჭრილი თავიდან ასვამი იყო ეს და მითხრა აქო დადიანო ესენიო და გეშენიაო მე დაგმალავო შენ ჩემ შვილთან თავი შვილი მომეწვინა გვერდზე იმ ღამეს რა და მეორე დღეს უკვე შევატყვი ამასაც უკვე შიშის სინდრომი რა დადიანო და ნუ გარუჩე რა ოხედავ კაც აშკარად მეც ვერ ვენდობი უკვე გამიგე შევატყვი ამასაც და ეშინოდა რომ სახში ყავდი და მალავდი რა მალავდა ამას და მე მითხრა რა უჩაო გამოფხიზდა სვავდა რა ეს ნერვები არ ქონდა გასასწრაფი ამბავი იყო და ძალებოდა დასალევს და მე რომ მოვიდა აზე მე ასეთი სიტუაცია შენ მიგიღებო აგერ გვერდში იყავიო ჩემ შულთან და იქ ვიყავი ეს დღეები იქ ახმეტა რომ ყავთ ახლა იმედის გმირზე მოსული რომ ყავდათ ის მაგრამ ბევრი ჯარისკაცი გადაარჩინა მან მაგას ყავდა და მაგანაც სიგარეტი გამომიგზავნა მან და მითხრა ჩემთან გადმოდიო მაგრამ მან უკვე მე არავის არ ვენდებოდი და მამა ჩემიც მაშინ საჯელს იხდი და იქიდან ციხიდან დარეკა ვიღაცები შეერინენ იქაურები ვინც ქალაში ცხოვრობდნენ იქ კაცები ჩემს გამოსაყვანად ორი ადამიანი მოვიდა მაგრამ მე არ გამოვყევი უკვე არავის არ ვენდობოდი იმისთვის მითხეს მამა შენიო ესე გითხრა სახელი გვარი მაგრამ არავის არ ვენდობოდი მე უკვე და მეთაურების რეაქცია მაინტერესებს და მანამდე აი თვითონ შენ უშუალოდ აკვირდებოდი ამათ არმიის გადაადგილებას, რუსული არმიის გადაადგილებას. რითი იკვებებოდნენ აი მეთაური ახლა უკვე რასაც უყურებდი. მე უკვე დავიწყე ჩემით უკვე გადავედი ქუჩაზე და უყურებდი ამათ რომ ჩაიარეს ბემპებზე და თუკათ რა ვიცი რა პაროდა იყო რა კვიცები რა და ცხენის კვიცი თავგადაჭრილი რა უსკაგლაზები რა სულთვალებიანები იყვნენ უმრავლესობა რა ვინც პოსტიმ ღამეზე მიცვალებულებთან ეძღრეობდნენ და იქ იყვნენ იქ იდგნენ იქ არავის არ უშვებდნენ იქ ჩვენი ბიჭები მოფენილი იყო და პებოდა და ასე მეოთხე დღეს თუ უკვე თუ როდის იყო ეს არ მახსოვს ბიჭები რო გამოასვენეს ხედავდი რა ილია მეორის დელეგაცია რო შემოვიდა რა წინ რუსი მიყვებოდა უკან რუსი და შუაში იყო ავტობუსები და მე ერთი პერიოდი გზაში გადავედი და ნუ ჩემები რო ნახე რა მეთქი ამათ მაინც გამიყვანენ მეთქი ესენი აქიდან და წინ ესენი იყვნენ და ვერ მოახერხე ვერ ჩემნიშნეს ჩემი ძაღლი თუ მე მისინი გამომიყვანე პირველად რო გამოიყვანეს ბიჭები 4-5 მიცვალებული თუ 3 იყო გადაბალგაზე რო ამიარა მანქანა ხედავდი ხო და ვერ გამოვყევი მაგად და მან ვიყავი ჩარჩენილი 20 დღე 20 დღე კი არა 20 რიცხვამდე 20 აგვისტომდე მაშინ თუ გახსოვს შენ მატიას იოში იყო ჩამოსული ევროკომისარი მაგას მოგიყვები როგორ და რა მოხდა 20 აგვისტო იყო ეს მეუბნება ნუკრიო უჩაო შენო გიშოვეო ეს მოვიდნენ ავტობუსები დაადისო ქვილებს არიგებონო საპატრიარქოს და ხმარების ხალხი არისო და ნუ ამათ დაველაპარაკეო და ესენი გაგიყვანენო შენ რა და ნუ მოჯახმა რა 30 ლარი მომცაგს და ეს თუ გზაში შეხვდები რუსებს არაყი უყვარსო და ნუ მიაწოდეო რაღაცა ესე და ამოვიდნენო რაღაცა და ეგ დაკერეო ამბობ ეს არაყი და ქლიავი გამომატანეს ამ სახლიდან და ეს ფული ჩავჯექი ამ ავტობუსში მოვდივართ რა და უცებ ხედავთ ერთი პოსტი აქ საველი აბანო გაუხსნიათ ეს ატკრეთი და შეშველი ეს დედაატირებულები ამ პოსტთან ეს თავგადაჭრილი ცხენი იხარშებოდა უკვე ამ ხელა გვაბით და რა ვიცი აგვაჩერეს რა ვინ ხართო ნუ ასე მან უპასუხა მქვილი რო შემოვიტანების ხალხი ვართ და ერთი პოსტი გავიარეთ მეორეს მოხდი მეორე პოსტიც ესენი იყვნენ და არ დამთავრდა რა პოსტი მე ვთქვი როდის დამთავრდა მესამე პოსტიც ესენი ამათი საზღარი თვალების ყურება არ მინდოდა რა ძმები დამეხოცეს და ამათ შეხედვა ძალიან ისეთი იყო ჩემთვის ვერაფერს რო ვერ აკეთებდა გამოვიდა მეოთხე პოსტი ერთი და ჩეტვერა ბილი რა 4 იყავითო და ეს მეხუთე ვინ არისო ჩემზე უნებიან ნუ ჩვენთან ერთადო რა გვეხმარებოდაო იქო რა ქვილის იმაშიო ადგილობრივი არისო და ნუ ხარაშო რა ეს რა არისო რომ გიჭირავსო და რაყია მეთქი და მე ვაწოდე ამომართვა ხარული ჩავიდა რა და მოვისმენქე რა დამთავრდა ეს პოსტები და მიმიყვანეს გაროჩე ეკლესიასთან მამაო
ვარ სახელს გავიხსენებ მამაო მიქაილი იყო ასეთი რა ამან მაკურთხა მე ხელი ამადო რას გადარჩენილ ხარო და განიცადა მაგრამ იმ კაცმა და კაროში თუ დამელოდებიო საღამოსო თბილისამდე გაგიყვანო მე შენ ავტობუსით ხალხი გამყავსო რა აქედანო და გაგიყვანო რა არ არისო პრობლემა რა და მოხარე პოსტები არის კიდე მეთქი და რა ვიზარ თავდება ერთ ხუთ ადგილას არისო კიდეო რა კარგი მეთქი მაშინ კიდევ თუ გეჩქარებაო ჩვენი დელეგაცია არისო მოსული წერეთელი ესენი ქარიანო ვარძელაშვილთან გუბერნატორი იყო მაშინ ვარძელაშვილი ხო გახსოვს მან გადამიყვანეთ მეთქი მაშინ და ნახე ჩვენი მანქანები და ეს გაეროს ვენის მანქანები და ესენი რა ეს იოშის დელეგაცია ყოფილა თურმე და ზემოთ ყოფილა გუბერნატორთან და ამიყვანეს გუბერნატორთან და სანამ შევდივარ ხედავ გამოდიან წერეთელი კიდევ იყო პეტრე ცისკარიშვილი მანდ მახსოვს და შეხვდნენ ესენი კარებთან და გუბერნატორს უკვე აცნობეს რომ ასეთი ოფიცერი ჩარჩენილი დაჭრილი ეს კაცი არის და გასაყვანია თბილისში და ამან უცებ მითხრა გაიყვანეთო ამან და პეტრემ უთხრა იმას რა ქვია შენ ჩაისვითო იმ თქვენ დელეგაციის მანქანებში და გაიყვანეთო ესო პასპორტი აქო კითხულობს წერეთელი და ისი პასპორტი უნდა მქონდეს ოფიცერ კარს აქ არ ჩარჩენილი და გამიყვანე წელში ხალხი არა მე ამომას გადაპირდაპირ ხმამაღლა გამიყვანე მე რა პასპორტს ხო ოფიცერი ვარ გუგუჩი ეს აქ მოხდი კაროჩეო გზაშიო გაგვაჩერესო და ჩეჩნებმაო და ისინიო და ყველა ერთად დაგვაწვინესო აქეთ ოფისასო და შემოწმებას ხედავ რა რაღაცას მეუბნება და გაგიჟდა ცისკარიშვილი მე მაგას ვერ დაუკარგავ მაგ ადამიანს ჩასვიდო იმ პირველ მანქანაში და მე მიყვანეს და ესკორტის პირველ მანქანა რომელიც იყო იქ ჩამშვეს რა და გამოვედით აქეთ არ დამთავრდა ეს პოსტები ბოლოს და იმ ღამეს მომიყვანა ამ ზღოლმა ჯაყოსეძე მეძახიანო მითხრა რავი ასე გამაცნო თავი და მეუბნება ეხლა გზაში სამი პოსტი შევხვდებაო კიდე მაგრამ მე ვეტყვიო რომ შენ დელეგაციიდან ხარ და მე ვთხარი ბიჭო რა დელეგაცია და ბორუსია დორტმუნდის მაიგა მაცვია და 42 ფეხსაცმელია გინკას 53 გონდა ფეხის და 40 ფეხსაცმელი გონია სახში და გასი მოვდივარ როგორ იცი ხო ხვდებით რა დღეში ვარ რა არ უთხრა მე გემაიზის და ნუ ამათმა გაიწეს ბიჭო სურათების გადაღება რა ამას დანგრეული შენობების ამიცვალება ამ იოშის მოყავდა იოშს აჩვენებენ ესენი ყველაფერს აქ რა გაღიზიანდნენ ესენი კაროჩე და ჩამოვიდნენ ჩეშნების ჟამადაევიცი რო ეჭერა ეს ბემბეები წინ დაგვიდგენ არუჟია ბოიო და კაროჩე დიდი და პატარა გადმოყარეს მანქანიდან რა და ხედა უკვე რა დღეში არის ხალხი აქ ესენი და უყურება მათ ზოგს შარვალის დაუსვოლდა რა ესეთი სიტუაცია და უკვე გადატენილი აქ და არ გუშვებენ არსად და მოდის რა ჩვენი მანქანა და მე ვინა ვიჩე მანქანას რა უნდა აქ და ჩატოვებული მანქანა პრადო იყო არ ვიცი ჯიპი რა ქართული ისინი ჩვენი ისა ხო ვიცანი ამოვიდა ვიღაც გენერალი რა ვიცი და მივიდა ამ იოშთან რა და დაელაპარაკეს რაღაცა და რუსი ხო და მწვანეზე გევლოთო და ნუ ასე დალოცვით გამოგვიშვა ამ გასმა შიშმა გაიარა ნუ ყველა წამოვედით აქეთ ნუ იმ ღამეს იმ დღეს მე სახში მივედი ეგრევე მეთაურთან დავრეკე ანტონ ხუთათელაძესთან ექიმი და ის მოვიდნენ და პირდაპირ სამანტყოფში წამიყვანეს მე უკვე ჩემი მას მე უკვე არ შემეძლო რა არც მეტყველების ის ჰქონდა რა ვიცი წნევა 50-50-ზე მქონდა კაც უკვე და გავითიშე რა სამანტყოფში გავიღვიძე და მეორე დღეს თუ მესამე დღეს მინახულა ბრიგადის მეთაურმა რომელსაც მე დაველაპარაკე მიშველი მეთქი რა თვარე რო დატოვებო მარჯი მითხეს ამ კაცს და მეუბნება შენო დამირეკეო მე ტიროდიო რა მე ვთხარი რა თმინდა ბიჭო ეხა შენი ტირილი გამეცინა უცებ არავშავს მეთქი ამანდիր მეთქი ყველაფერი კარგადაა მეთქი და არ შემიჩნევი ამას გარს ამის წენა და არც არაფერი და მე ვთქვი ამათ ყველას მივხედავ გავიზროზე მეთქი რა უკვე თქობა თვითონ მარცხნივ დატოვა ხო და სერბილის ხო და მან რა მე ბერიძემაც მომაკითხა ასეთი იყო პოლკოვნიკი თუ გახსოვს შენ სათვალებიანი ბერიძე ლაშა სააკაშვილის მარჯვენა ხელი როგორ არ ვიცი კოაბიტაციის ناقოფი ხო და მაგი ჩვენი ასეულის მეთაურიც იყო სხვათა შორის შეიძლება ეხლა ჩემზე თქვა და შვიდჯერ გარისხული კურსანტებს ლაპარაკობ იტყვიან ესენი მე აკადემიაში ქონდა გარისხვაზე პრობლემები სამჯერ გამრიცხეს და რა ვიცი ყველას კურსზე ვიყავი თითქმის და ესენი ყველა ვიცი შემწვარ მოხარშული ვინ იყო და უბრალოდ
ესენი რაც აკადემიაში იყვნენ, ის დარჩენ ოფიცრებად ომის მერეც რა იქაც რა დათხოვნებზე ხალხს იმის გამო არ უშვებდნენ სასტავები იყო ასეთი თუ კალბას კვერს არ მოვიტანდა ჯარისკაცი არ მოუდანდა ამ ვითომ 9 კაცი იყო გაიბიჭი ვითომ და 200 კაცი ჯოგი ვითომ ამ ათვალში რა ესენი გახდნენ მე ოფიცრები და რაც მანდიყვნენ კურსანტობაში ის ეთყობოდა ომშიც ბატონობიჩა დავამატებ სამწუხაროდ მაგენი მარტო ოფიცრები კი არ გახდნენ მაგენი სამხედრო პოლიტიკურ მმართველობაშიც მოვიდნენ და უფრო უარესიც იქ მაგათ გამო აკადემიიდან ემითონ გამრიცხეს რომ მაგათ გამო სულ მაგათთან მქონდა ხიბიშები და მაგათ გამო მიწევდა სახში წასვლა არ მოვდიოდი რა გაროში მე თქვი ამათ როგორ ვარ მამათ რა უნდა მისცე რა უნდა ვაჭამო გასო მე შევჭამ ამას თქვენი გაგდება შეიარაღებული ძალებიდან მოდი ამ ეტაპზე გადავიდეთ და მე შემდეგ ვისაუბროთ ჩაჩიბაიას თემა მაინტერესებს თვითონ დღევანდელი გენერალური შტაბის უფროსი მე როგორც ვიცი ძალიან საინტერესო ინციდენტი ჰქონდა და შემდეგ მე გავაკეთებ პატარა ანალიზს ამ ჩაჩიბაიასთან გაგდებას მე ჩემ გაგდებას რა შეეხება რაც შეეხება ჩემ გაგდებას მაგათმა დააგვიანეს მე ერთხელ 3-4 წელი ვიყავი მის მერე 2008 ჯარებით მაგრამ ამათ როგორც ისე ახლა მათ მეთაურობას მე უკვე როგორც მეთაური ვერ აღვიქვავდი რა მაგალითად ლეპარტელიანი იყო ერთი პერიოდი ჩემთან და ამათ უკვე ამასგან ვიგრძენი უკვე რაღაცა ნიტოდ მექცევა გამიგე ხედავ რა უკვე ყველას აწინაურებს ყველას მენდლები რა ვიცი ყველა ქაქუცა ჩამოიგიდა მათმა რა ქნეს საქაქუცოაზე არა ვარ მაგრამ ხო ხედავ რა გზნობ მეთაურისგან ცივი ურთიერთობა მოდის და მე ვთხარი გადავალ მეთქი რა სხვა ნაწილში მეთქი მე აქ ვერ იმსახურებ მეთქი და კაროჩე წავედი კალანდაძესთან მე-4 ბრიგადაში რა ამ გიგისთან მივედი რა სამანდატო კომისია ჩაატარეს მან უნდა დავნიშნულიყავი რა მე რა შამათავა იყო ერთ-ერთი ოფიცერი საავტომობილოს მეთაური იყო საშტაბის ერთ-ერთი ბატალიონის ის რომელიც დაიჭირეს გაასამართლეს და მან დაგნიშნაო ჩემთანო საავტომობილოშიო მაგრამ მეგობრობდი ერთად ვიყავით ჩვენს მაგაცები ვიყავით კურსანტებიდან ერთად და მაგრამ მომიყვა მაშინ მეუბნებოდა ესა კაროჩე მეც ისეთი რაღაცა შევამჩნიო ჩვენებსო რა უფროსობასო რა გიგიზე და მაგაზი კალანდაძე და მაგაზი რომ ესენიცო კაროჩე მაგაცი იყო ჩემი და არც ნორმალია და ასე მე სნაიპერმა დამადო რა და ჩემი გამოვიზარხო სატანკო ტანკი რომ იქ იქნებოდიო ჩარჩენილი და მაგრამ ამას რა დაემართა იცი ეს მოხდა უკვე ზემოთ ახალაიასთან და იმაში და თანამდებობრივი აღმავლობა ამ ჩემს მაგაც რა და ეს გამიხდა გვერდზე რა ხედავ ესეც გამიხდა გვერდზე და მე ვუთხარი ბიჭო მე ეს დანიშნეს მე ბრიგადის მეთაურად მე-4 ბრიგადის ეს შამათავა და მეფეთა სინდრომმა შეიწირა ჩემს მაგას. ხო, და ჩემს მაგაცობა ზემოთ და მე ვუთხარი ბიჭო. ვიწყებეთქი მე ამას არ შევარჩენ მეთქი ამას და მე იყო მეცხრე არც მივეცი მე ინტერვიუ რა. აი ინტერვიუს 4 წუთი გაუშვეს მარტო მაგათმა და ეს დისკი სად არის დღესაც არ ვიცი, მაგრამ ეგ არის 4 საათიანი 2 საათიანი მასალა რა. ან საუბრობ უცებ ახალზე რა, რაც იყო და როგორ იყო რა. არ გაუშვიათ ბევრი რამ და ну ახლა დავაპირე აღდგენა მე თქვი დაბრუნდები მე და რატო გაგიშეს მიზეზი რა იყო მიზეზი რა იყო და ბოლოს შერაღებული ძალებიდან მე მან რაც მოხდა გეტყვი ახლა მოვიდა ახალი მეთაური რა ასეთი კიკაბიძე რა გაგიგიათ ალბათ პოლკოვნიკია დღეს საფრანგეთშია მე მგონი თავშესაფარი მოითხოვა ვიცოდი სად იქნებოდა სად შემეძლო მაგის წაჭერა მაგრამ არ ვიკადრე მაინც არ მივედი მან და მაგას თავის ცოდვები ეყოფა მე რა უნდა მექნა. იქ საფრანგეთში ხო ვიყავი მე ვიცოდი სად იყო. აი ერთად მოხვდით პოლიტიკურ თავშესაფარში. ხო და მაგას მიცეს რა ეს რა ქვია სიმსიმე კოლონია არ ვიცი და ეს მოიყვანეს და ამასაც ახლა მივედი და აუხსენი სიტუაცია. აქ რა სიტუაცია ამ ბრიგადაში ვინ არიან ესენი კაროჩე და თავიანზე მე ვუთხარი მე აწეო რა ზემოთ და შემპირდა აქ თანამდებობას იქნებიო კარგად და ცოტა მაცალეო რა. მე ვიცნობდი ადრეს მაგას დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა და კაი მასალე და ვხედავ ამას ესენი აწნაურეს ვიღაცებს რომელიც ვაფშე ჩარში მსახურის ღირსი კი არა ფორმის ღირსი არ არიან რო ვიცვად სირცხვილია მაგათ ფორმა ვაცვიეთ და ამა დაწნაურებს და ჩემთან რა გამოაგზავნა ასეულის მეთაური და გეძახესო და რა უნდა მეთქი და შენო კაროჩეო ომამდეო ერთი მევახშე იყო მანდ ქალი გოგო რა პატარა გოგო იყო
მახშობას ეწეოდა 20 ჯარისკაცების კარტების და ლომბარდება და მოძრავი ლომბარდი. თან მუშაობდა ხო ჯარში? ხო და ბაღდავაძე იყო ასეთი. და ამის რაღაცა გამიჭირდა მაშინ ხო ის ყველაზე არ გველხენს ახლა და რაღაცა და მინუსდენი ვიყავი დამეტოვებინა კარტა და ეს რა გვესენა. მეთქი ეს ამის პროცენტის თავი ვისა აქ ახლა ამი პროცენტებს მთხოვს ეს თურმე ეს კიგაბიძის ახლობელი ყოფილა მეგობარი და კიგაბიძე პიგადის მეთაური. ხო და პიგაბიძეს შევყავარ წაკაძე იყო ერთი შტაბის უფროსი თუ გახსოვთ მაგას ესეცესრებოდა ამ საუბარს და შევყავარ დამათარ და მეუბნება ბიჭო სასწრაფოდო დაუფრუნეო ის ფულიო იმას თავისი პროცენტებითო რა და მე ვთხარი შენ ბრიგადის მეთაური ხარ თუ მე პროცენტი მეთქი ჩემი ძმა თუ ხარ რას მეუბნები მეთქი რა და დავიდა შეხლა შემოხლა და მე რა დაუთმობდი ხა კიგაბიძესთან ხა მეთაური იყო მაგრამ თავარია ადამიანი იყო თორე მეთაურობა რა ისინი იყვნენ ჯინჯის უკაცრავად ბატონოვიჩა აქ ერთ ჩართვას გავაკეთებ ახლა თქვენ შეიძლება გიჭირთ ამაზე საუბარი მაგრამ წადიო რა ჯარებიდან მაშინო შენ გააგდეთო სასრაბოთ აქიდანო და დაურეკა კალანდაძეს პირდაპირ და იმან კიდე ცოცხალი არისო ისო და გააგდეთო აქიდანო ეს მოვაშორეთო რა დაურეკე ახვლედიანთან ახლა თქვენ ზონდერიო თქვით მე მაგაზე პირველად მესმის მაგას ვიცნობდი მე ის დავახასიათებ ასე მაგ ადამიანს მაგას წლებია ვიცნობ 19 წლის იყო ფორმაცია პარტიზანულ მოქმედებას ეწეოდა ეს არის წარჩედან არის მე მგონი ძირითადად ბევრი მოწინააღმდეგეა განადგურებული და მაგას ვქვიდი მეომრა და მე ხა პირველად მესმის და მიკერს ფაქტია ხა აცამა კაცი იყო მე დაწერილია პროკურატურაში და დასჯიან და ამდენი ხანი რატო დასაჯენ თუ ასე იყო ასე მე არ მესმის სხვათა შორის აი ტელევიზიაში მიტოვ ვზივარ ხო და ამკაც დაურეკე უკაცრავად არავის არ უნდა დაეკარგოს ამკაც დაურეკე უკაცრავად თუჩა ერთი წუთით ბოდიშვილი არქანი არის ესეთი პიროვნება, რომელმაც პროკურატურაში მისცა მას ჩვენება დაწერილი აქვს თუ მეგის კარდავასთან ერთად როგორც ემდა ერთია რომ ვინმე 8 წელი აქვს მეორეა ადამიანური დამოკიდებულებები და სახელმწიფო. ერთ-ერთი ღამეა ჯერ კიკაბიძე არ იყო მოსული, მეთაური ჩამოდის, ბრიგადის მეთაურის თანაშემწევა, ეს მის თანაშემწევა ბრიგადის მორიგის და მეთაური მეუბნება გამაღვიძეო რა, დაუსვენებო და გამაღვიძეო ჩაჩიბაია უნდა მოვიდესო, გამიგედა. გენშტაბის უფროსად დანიშნეს მაგი ერთი პერიოდიო მის მერე რა. კი, სააკაშვილმა დანიშნა. ხო და მაგას რომ მოვიდა, ნუ სმენა არ გამაცემინა პირდაპირ თავისუფლად მითხრა და ნუ ჩამოვართი ხელი მე კაი ურთიერთობა მქონდა მაგასთან და მაგ ადგილზე რაც შევძები მოუყევი რა, ბევრი რა. მე აქ არ გავჩერდები მეთქი ამ ზალათმირებთან და სადმე გადამიყვანი მეთქი თუ ზმა ხარ რა, თორემ მაგ რაღაცა მოხდება მეთქი რა. უგეშენიაო შენ ცოტა წნარად იყავიო მე მოგივლიო რა მე რო და გადაგიყვანო რა დაგაწინაურებო სადმე წაგიყვანო და ნუ ეს დავიჯერე ეს ყველაფერი მაგრამ ნუ არ მოხდა ჩემი გადაყვანა სარამკი კაბიზისთან ეს შეთხოვა არ მოხდა ახვლედიანი მოვაყოლე თემას ახვლედიანმა დარეკა მე დავრეკე ახვლედიანთან და კობა მეთქი მიშველი მე ვახშები და მერიან და ამა დედაცვადრე წამიყვანი მეთქი აქედან სადმე რა გარუჩე რა თუ შეძლებთ უკაცრად ამიდგები მეთქი და ურთიერთობა მქონდა კარგი და ეხლავეო პირველს დავალაპარაკებიო და დაგირეკავ აწუჩი და აწუჩი დამირეკა, ნუ გარო შენი ამ დღეებშიო რა შენი ბრძანება გაკეთებაო და დაინიშნებიო ბრძანიში სასწავლო ცენტრში. და დამნიშნეს მან რა. მან მოხთავდგირიძე იყო მეთაური ნორმალურად დამნიშნეს მან ჯერ საავტომობილოს მეთაურად და მე ვიღავი კვანძის უფროსი ბოლოს ოჯარებიდან გამომიშვეს. და მოვიდა მან ერთი პერიოდი 2 წელი იმსახურე მან კონტრაქტამდე მქონდა რა 6 თვე დარჩენილი მე რომ უნდა მიმეღო ბინა და რაღაცა ხო ხტები ამდენს მსახური ხო უნდა მიმეღო ეს ყველაფერი 6 თვე და მოიყვანეს შველიძე ერთ-ერთი რომანა შველიძეა ჩემი კურსელი იყო ერთი პიროვნება ნუ ამ პიროვნებაზე რავი როგორ დავახასიათო არც მინდა არც მეღერს მაგაზე საუბარი ну короче ეს დაინიშნეს მეთაურად რა ერთი პერიოდი ახლა იამ რომ განაახლა კადრები რა 8 წია ესენი და ეს მეთაურად დანიშნეს წანის ხო და ამასთანაც მქონდა მე ურთიერთობა ჩემი და ამასაც წინა დღეს ну ერთი 3 თვის სახურის მერე ერთ დღეს მოხდით დავემგზავრე მანქანით გამიჩერა რა ხო და ამას მოუყევი ბევრი რამ თავის ხონელებზე ვინ არის ეს გოფოძეზე იმაზე ომის პერიოდი რა ხო არის ეს სადღაც სხვაგან ყოფილა მაგ დროს და არიცოდა და ესენი არიან მეთქი ეს ხალხი ხა რასაც აკყვები ეს მოუყევი ამას რა
ერთი კვირის მე ვიგზენი ამასგან ზეწოლები შენ ჩემთან არ მოდიხარ აქ მე არ მეუბნები რა ხდება ნაწილში რატო არ მაგებინებ და ჩემთან რატომ გიტყდება ამის თქმა ვინ აშავებს და ანები მომიდანეო რა მეუბნება აქ მაბოზებს აშკარად რა ბოდიში საზოგადოებასთან და მოვთხარ რა უნდა მოგიდანო მეთქი შემეშვი რა თუ ზმა ხარ მეთქი და ერთ დღეს რა სახში წავედი და ოთახში რა მაშინ ახალი შემოსული იყო ბრძანება სიგარეტის მოწევაზე კაბინეტებში და იმაში და რა ვიცი როგორ მოხდა არ ვიცი წინა დღეებში განგაში იყო და ბევრს ეძინა ჩემ ოთახში რა ვერდი 5-6 კაცი და გაზარმული იყო გამოცხადებული და სადღაც სიგარეტის ბეჩოკი უნახია რა და ამის გულისის გააკეთა განგაში რა წანისი მოაწყო გამომიზახე შობლებიდან და მოვდივარ ამასთან შევდივარ და მეუბნება ამ ოფიცრები მოუწყვია აქ იმაში რა ქვია და ამ ოფიცრის გამო თქვენ 4 დღე არ წახვალთ სახში და ჯილები ხართო და ბავშვს კურსანტულს აწვება იმ ძველ დროს სერჟანტულს რა ვიცი რა დაუზახა ვერ გაიზარდა და ამას და აქ უკვე აქ არ გაზრდილი ოფიცრებისგანან და ერთი წამომეკიდა შენს გულის სახში მე მივდივარო და ხელის დარტყმამდე წავიდა ეს იურისტი იყო ერთი და იურისტი ხო იურისტი რა და ხელი დავარტყით ერთმანეს და დამიბარა იმ დღეს ორივე დაგვიბარეს და ესო არსად არ თქვა და შერცხული არისო კაროჩე რომ მოხდაო და თქვენ შერიგდით და შეგვარი გამშველიძე მithom რა ჩვენ მეორე დღეს თუ მესამე დღეს რაღაცაზე ტელეფონი არ მქონდა ჩაბარებული და პრიმიტულ შენიშვნაზე დამსდევს ახლა ბევრს დააქვს ტელეფონი არაბარებდნენ ახლა ბევრი მაგრამ მაინც მე დამსდევს რა ხედავ და ტელეფონი საუბრობ და დამიჭირა ამ ტელეფონზე და всё ხელფასის დაკვითვაო და ანუ მიცხადებს აქ და კაროჩე საყვადურს და მალე აქედან წახვალ მოიტანე ისაო და ხედავ რა და მე ვთქვი ბიჭო რა მოგივიდა ასე უცებ რა და ანდა თავის ხონელებს ეს რო ესაუბრეს ყველაფერი ალბათ ზემოთ უთხრა ვიღაცას და ეს ამას რაღაც ბიცის ბევრი და რა თქმინდა ეს მოიშორეთ აქედან მიიღო ალბათ მითითება არ ვიცი აბა ერთ დღეში შემეცვალა კაცი რა და ბოლო რა შენ სერჟანტი ხარ თუ პოლკოვნიკი მეთქი რა ბოლო კაბინეტში სამხედრო პოლიციას გამოიძახა და ხელი დავარტყი რა ამ მეთაურს ეგრე წოდებულს და სამა როგორ დამარტყაო ხელიო და კაროჩე ბოლო გამოიძახა პოლიციელები ვარდოსანიძე იყო ერთი ჩემი კურსელი უნგიაზე ისე ჩემი მეგობრები მოვიდნენ და როგორ დაგეჭირეთ ამას როგორ წამოვიდეო ამას და რა გიყო და დარეკილი აქო ეხა ყველგანო და всё რა გაგდებენო ჯარებიდან გადასდაო კალანდაძემ გააგდეთო ყვირისოდიქი და всё ვერაფერს ვერ შველითო ვერაფერს და კაი მაშინ მოიტანეო მოთხოვნა ასე დაიკერავით მოთხოვნა მოიტანეო და ადღეშიო მოთხოვნა მექნებაო და წადიო რა არაფერს ისა მაგო და ვისთან უნდა წავსულიყავი გასო გენშტაბის უფროსის დარეკილი აქ და ყველა ვის მე თავთან მივედი ყველა მითხრა მე არა მე ვერ მიგიღებ მე ვერ მიიღებ და ყველა რა გამიდგა გვერდზე და ჩემი ძმაკაცი შამათავა რომელიცაა რა ისიც მეუბნება რაღაცა იმას რა მე დამირეკე ერთ საათში დამირეკე всё მიხედავ და იმედებს მაძლევს დღეები მიდის რა და ერთ დღეს უკვე ტელეფონზე ამასაც მიუტრიალე ყველაფერი მან და შენი სასტავის და გამოვცხადე და მითხრეს დაწერეო რა პატაკი და წადიო ჯარებიდან რომ არ გინდაო მსახური და მე დავწერე რომ არ მინდა მსახური და წამოვედი ჯარებიდან და ვიქ ესრებოდა დაშნიანი მოადგილე იყო მაგისი მაგან გამომიძახა მე მიდან და მაგან მითხრა კაროჩე ამას ეხლა თუ არ დაწერო რა ვიცი შველიძე ანაკლიაში არის ეხლა მენესთან ახალაიას ქონდა მან დოქროსაწმისში შეკრებები ამათ კრებავდა და იქ მედიოდა ის გასორტვა ვიღაცები და იქ დამიბარეს სხვათა შორის ანაკლის უნდა მე სულიყავ დოქროსაწმისში ხო მაგრამ ამას ახვლედიანმა მიშველა მაშინაც არ წახვიდო მე მეტყვიო ყველაფერსო და კაროჩე რა ბოლო გამიშვეს ჯარებიდან რა მოვიდა 2012 წელი ნანატრი და დაიწყო ამ ჩვენმა ქართულმა ოცნებამ მაქვს იმედი ამადი რომ გახშირავენ ამ ძალადგმირებს სიმართლე არ დაეკარგება არავის ამ ლოზუნგით მოდიოდნენ დიდი ლიდერიდან დაწყებული ყველა და ამ ლოზუნგით არის ხო და მე ვთქვი სიმართლეს როგორ დამიკარგავენ სინამდვილეში არაფერს ვიგონებ ყველაფერს ფაქტები და არგუმენტებით ვსაუბრობ რაც ვთქვი ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისგებელი და გამიმეორებ რომ ნებისმიერ ადგილას თუ დაინტერესდებიან მომიყვანონ ისინი და ყველა დამიყენონ პირზე მზად ვარ პირდაპირ უთხრა სათქმელი რაც იყო რა არ ამგონია გადათქმანი იმიტომ რომ ეს ისეთი გადათქმა იქნება რა ვიცი დაიბნევიან ისედაც შეეთყობათ რომ ტყუს ლაბარაკობენ და
ჩვენი ოპიტნი თანამშრომლები კიდე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ალბათ, რა ვიცი, ღვთისმღალობით, ამისი მედი მაქვს. აი ეს ჩაჩიბაიაზე შო აღდგენა დავაპირე ჩაჩიბაიასთან მოადგილეა იმის კაპანაძე გენშტაბის უფროსად მოვიდა, მაშინ გაზეთ ვერსიაზე დაიწერა ჩემი ინტერვიუ, მეცხრეარგმას გაუშვა და დამიბარეს რა, გაროჩე ესო დაწერეო ისა იმის სახელზეო კაპანაძეს სახელზეო განცხადება კაპანაძეს და მიგიღებთო ჯარებში. რა მან გამოუშვა ბრძანება მინისტრი რომ იყო პირველი, ვინ იყო ოსნელა უნდა დანიშნა, ალასანია. პრობლემა არ არისო, მის მოადგილესაც შეხვდი გეგეჭკორს, ყველაფერი რაც ახლა აქ მოვყევი, ყველაფერი ველაპარაკე, ყველაფერი ეს კურსზე იყო, მოადგილე რომ იყო, მაშინ ხო ხდებოდა, ქვემოთ თვითონ ის გააკეთეს ოფისი რომ შეხვედროთ და შევდივარ ახლა კომისიაზე და ხედავ, ის მეჯარებიდან გამაგდო კომისიის ვერებისიან აქ და ილაპარაკე ახლა აქ სიმართლე რა. ნუ ამათაც ბევრი არაფერი, დავაი ჰოსპიტალში გავუშვითო კომისიაზე და ნუ ერთი კაცი იყო სამოქალაქო პირი, მაგის სახელი არ ვიცი, ერთი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდა მან და ის დანარჩენი ის ძალადგმირები, ვინც იქ ომში ვიცოდი და თვარე რომ მარჯვნივ დატოვა. ხო და აქ რა უნდა მელაპარაკა ამათვის და ბოლო გადაწყდა ჩემი მიღება და გამიშვეს კომისიაზე ბატონებო სამანდიმას ჰოსპიტალში ტატუნაშვილია ასეთი დღეს მან მუშაობს. დღესაც არის მე მგონი კომისიის თავმჯდომარე ამ დაბრაკვები და ისინი რომ მიყავს. ნუ ვისაც ეს ევალება. მანამდე მე ავედი ჰოსპიტალის უფროსთან და დავაყენე რა საქმის კურსი ჰოსპიტალის უფროსის მოადგილე იყო რომ მე ცეხებატიდით ვიყავი ჯარებში და ამაზე პრობლემა რო არ შეგნებოდა. წინასწარ დაველაპარაკე ამას ტატუნაშვილთან. შენი მიღებული ვარ მეთქი 2007-ში ცეხებატიდით და ეხლა ამაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას მეთქი მე და კაი ანალიზები ამიღეს ყველაფერი ჩვეულებრივ წავიდა და ეს გეკთნები მეუნებიან რომ არსად არ ჩანჩო შენ ცეხებატიდი სად ქონდაო რა თვითონ ამას აქვს თურმე ფუნქცია თავისით იკონსერვებს დუს თავს რა ხო ხტები რა ამ ცეხებატიდს და აქტიური თუ არ არის, გადამდები არ არის და რაღაცა მე ოჯახი მყავს და ფიქრობდი ამაზე ხო არა მეთქი არაფერი გადამდები არ ყოფილა და არ ჩანცო რა ესენი მეუნებიან და შევედი დატუნაშვილი და ცეხებატიდი არ ჩანს მეთქი მეუნები ხო და არა მეთქი არ მქონია მეთქი და ძალიან კარგად გზნობ მეთქი თავს და როგორ არა გაქო კაცო მე მაჩვენეო ეს ყველაფერი შეადარა იმ ძველ იმას და ხელახლა გამოვიდა ცოტა ხნის შემდეგ და ნუ გაროჩე ბრაკი დამირტყა იმაზე რა დამბრაკა რა ამ კაცმა რა ცეხებატიდი გაქო და კანონი არ ითვალისწინებსო რა ამ დროს კაპანაძის მოადგილეს რომან ჯოხაძესაც ჰქონდა ცეხებატიდი ისე რომ იცოდეს მაგრამ იმისთვის კანონი ეტყობა სხვანაირად იყო და ამისთვის სხვანაირად იყო არა ბევრ დღესაც სერიოზული პიროვნებები ვინც არიან აქვთ ესეთები მეგულება სამედიცინო წესდებაში ითვალისწინებს ეს შეულებრივი ხო და რას ითვალისწინებს მე უმნიშვნელო შეზღუდვებით ვიყავი დანიშნული და შეეძლოთ ისე უმნიშვნელო შეზღუდვებით დავინიშნოთ ხო და აი ეს არ გააკეთა ამ გასმა და მე მივხვდი რომ ბეჭედი მაგე დაარტყამ და იმ ღამის მე არ მინახია ეს რომ დაარტყა ბრაკი მაგრამ მე ერთ კვირაში პასუხი მოგივაო მაგრამ ეხა უკვე ჩალიჩო ერთ კვირაში რომ რაღაცა მივაღწევ და ამ დროსაა რო ხტები სესიაშვილს რა და სესიაშვილს ველაპარაკები შერატომ მერიოდ შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთზე ველაპარაკეს ფაქტები ამ შინდიზე ყველაფერზე რასაც ეხლა აქ ველაპარაკე თქვენთან ბატონებო აი ეს ვესაუბრე პირდაპირ უშიშროების საბჭოს რას ქვიაო ეს როგორ გიქნესო მე მოგხედავო შენო და არ არისო პრობლემაო და აი ჩემ თვალწინ დარეკა ვიღაცასთან არ ვიცი მინისტრის მოადგილესთან და ეს კაციო ასეთიო და ამ ცეხებატიძე ვინ ყურირებსო იმასო და ლადოს დაურეკეო უთხრეს თორმე და აუ ლადოსთან დავრეკაო და უცებ მივხვდი ჩაჩიბაიას ვლადიმერს ეძახიან მოფერებით ლადუნას ჩაჩის ხო ზოგი ლადოს ეძახის ზოგი ჩაჩის და ცოტა ხნის შემდეგ ეს სესიაშვილი მეუბნება რა ისაო რა შენო ცეხებატიდის გულისისო ნუ არის თვალისწინებსო კანონიო და ეხლა ბოდიში და მე რაღაცას იქით მოვახერხებო რა კიდე რა და გამისტუმრა რა აქედან ლადო რო დაელაპარაკა რა შენ თვალწინ ელაპარაკა ეხლა მივედი ლადოსთან პირდაპირ გენშტაბში და შევხვდი ზემოთ მაწერინებენ რაღაცას და
მომიძებნე შტატი თურმე რა, короче, ძაღლების მომლელად რა, დრესიროვჩიკის, სპონჩი უნდა მომხედრილიყავი კინოლოგებში ზემოთ რა, ნიშნავდნენ მას სამოქალაქო შტატს და მე გაგასამხედროებთო რა. და მე უთხარი მამის დედას ვადირე მეთქი პირდაპირ უმრი მამის მეტი შტატი ვერ ნახეთ მეთქი რა არის მეთქი ეს ახლა კი ოჯახის გულისის მან წავიდოდი არ იყო პრობლემა იმ ზაღლის მოვლაც რა თავარი იყო ჩემ შულს რაღაცა მომეტანა მაგრამ უთხარი მაინც დავზინე რა ზემოთ რა ეს რა არის მეთქი რა და შენო ჩაჩიბაიამო ბერიძე მეუნება ესიც თქვა ამ ზაღლების მოვლადაც არ მივიღებო ამასო პროსტო უბრალოდ რა ვქნაო ეხლა შენო მიხედეო ამ საქმესო რა ჩარეული იყო ჩემს აღდგენაში მაკარაძე ერთ-ერთი არის დღეს ამერიკაში სწავლობს და ეს იყო ჩარეული რა ჩემ აღდგენაზე ეს ხალხი მე მეუბნებოდა შენ გვერდში ვარ ყველაფერი კი შენ ეს ილაპარაკე მალხაზ მაკარაძეზე ხო არა მეცხრე არზე შენ ილაპარაკეო ეს არ უნდა გეთქვა ოფიცერ კაცო მაგრამ კაროჩეო რა ჩვენ შენ გვერდში ვართო და აქ ეს მაკარაძემ თქვა ხო ცნობისთვის ეს მაკარაძეს არა იმან მითხრა რა ქვია ბერიძე ლაშაბერიძე მაჩკებია პოლიტიკური განცხადებები გამოგივიდა და შენისთანა პოლიტიკოსი არა ვარო მეო და კაროჩე ცოტა ისე მიმიღო და ოთახიდან გავდიოდი ისე შეხვდა ჩაჩიბაია გამარჯობა მივესალმე და ოთახი კარი გაღებული იყო და ეს კაჭარავა და ეს შველიძე ვისთანაც მე მქონდა ისინი კაჭარავა კაჭარავა შალვა ასეთი იყო ტანკები რო დატოვა იქ რუსეთს რო დაუჭო მეც გამიგია მაგაზე გავიგე მაგრამ ფაქტები დავიცი მაგრამ გავიგე რომ ასე დატოვაო და ეს ყავს ოთახში და მე ვინც გამისვა შველიძე მაგიზმა და რა ველაპარაკო ახლა ამათ ჩაჩიბაიას ხო ვერ გავ ვიცი რომ ამათაც ეთყვის და აზრი არ აქვს და აშინ მითხრა ლადომ კაროჩო შენო მოხედავსო მე დავავალეო ბერიძეს და იმასო მაკარაძესო და დაგნიშნავენო სადნეო და წადიო და ეს ლოლაშვილი არისო ვიღაცა მეთაური იმაში საინჟინეროში ის მეთაური ნახევ და მიგიღებსო ზაღლების შტატი აქვს რაღაცა და მე მივედი ლოლაშვილთან და მე უთხარი სხვა შტატი არა გაქვს მეთქი ვიცნობდი და არა მაქვს და აბა არ მინდა მე თვითონ იმუშავალ მეთქი და წამოვედი რა იქიდან წამოვედი იქიდან და გავიდა ერთი თვე ორი თვე და რა მიჭირდა ოჯახში ბავშვი მყავდა ფილტვების ანთება ჰქონდა და აციებული სერიოზული და მეთქი მივალ რა მათთან რა ჩაჩიბაიასთან მივალ ამ ვისთანაც გავალ კავშირი და იქნებ მიშველონ მეთქი რაღაც დამეხმარონ მეთქი ჟარში არ ღებულობენ და იქნებ ადამიანური ფაქტორი იქნებ რაღაცა გაეღვიძოთ რაღაცა დავაბარე გემოდან დაურეკე მიღებიდან ადიუტანტს თვითონაც SMS-ი მივწერე ტექსტური მომწერა კიო გამოუშვებო დაელოდეო და ჩამოდის ადიუტანტი ხელში მაკავეს ფულს რა და მოვდივარ გზაში გახარებული ვარ ახლა რაღაცა მგონია რა ნორმალური ერთი ან 100 ლარია რაღაცა წამლებისთვის ფილტვების ანთებას ამდენი უნდა ყველა მიცის დღეს და 5 ლარიანი მიჭირავს ხელში რა და 5 ტყვია ამისთვის დასაჭედებელი მისთვის შუბში ჩემი ხელიდან მაგრამ მე არ მაქვს ამიძალათ რომ ეს უნდა გაუგეთო ასეთ კაცს მე არ დიდი მადლობა ბატონო უჩა მე ასეთი ყავ დღეს გენერალური შტაბის უფროსად ბატონებო არა ეს კიდე რაც თქვით არაფერია იმასთან შედარებით რაც ახლა ვიტყვი ის რო კაცი მეგობრად არ გამოდგება მეომრად არ გამოდგება და მე ვახშეა მე ოპერატორს ვთხოვ ანახოს იუსტიციის სახლიდან ამობეჭდილი დოკუმენტი სადაც გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანაჰიპოთეკარობა არის დამოწმებული. გარდა ამისა, ვლადიმერ ჩაჩიბაია მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები დასრულებული არ იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანთან ერთად დააჯილდოვა მიწის ნაკვეთით კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე. ბატონო ვლადიმერ 2502 კვადრატული მეტრი რაღის ეხლა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე. იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ თქვენი მდივნის ქალბატონის შვილები, ორი შვილი, მათ შორის დები კაროლები დაასაქმეთ თავდაცვის სამინისტროში ზუსტად იმ თანამდებობებზე და იმ საშტატო ერთეულებზე, როგორც თქვენ ეს პროფესიონალები, ნაომარი ბიჭები, კონტუზირებული, განადგურებული ადამიანები გამოყარეთ. თქვენ არც მეგობრად ვარ ხართ, არც მეომრად ვარ ხართ, არც ჯარისკაცი ხართ, კარგი. თქვენ უბრალოდ მოხდით გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე იმიტომ, რომ პოლიტიკურ სიმპათიებს და ფავორიტიზმს იმსახურებდით. ამ საახალწლოდ ამის თქმა რა თქმა უნდა გიჭირს, მაგრამ ვალდებული ვარ. მე ჩემი ქვეყნის დროშაზე ფიცი მაქვს მიცემული და დღეს თუ ხელში იარაღი არ მიკავია და განსხვავებით ამ ადამიანისგან 5 ტყვიას ვერ გესვლით, როგორც ის, მე ვალდებული ვარ ეს სიმართლის სიტყვები ვისროლო.
და თქვენმა სქელმა შუბლმა ეს ყველაფერი აიტანოს, ხოლო საზოგადოებამ განსაჯოს ვის, როგორ და რანაირად. გმადლობთ ყურადღებისათვის.